გამარჯობა მეგობრებო, დღეს გვაქვს მესამე თამაში მეორე სეზონის და დღეს უბრალოდ ყავს ბეკა, ხუჯავა, ბეკა, როგორ ახარ? გამარჯობა, თქვენ როგორ ხართ? ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. იმედია ხელს არ შეგიშლით ეს თამაში. პირიქით მეგონიო ძალიან საინტერესო იქნება შენი თვალით დანახული ეს თამაში მაყურებლებისთვის, იმიტომ რომ გვინდა რომ რაცება ბევრმა ადამიანმა დაიწყოს თამაში და ჩავითრიოთ. როგორც აი ეს ხალხი ჩავითრიეთ, ეხლა ვინც ჩვენი სტუმრები არიან. ხო და დღეს ტრადიციულად თამაშობთ ჩვენი ბევრი ნაცნობი ხალხთან ერთად და ჩვენი პარტნიორები ჩვენ გვერდით არიან. ყავს არომა, რომელიც ჩვენს სტუმარს გაუგზავნის ავტოპარფიუმს საჩუქრად და ასევე გადავცემთ ჩვენი მეორე პარტნიორისგან BGR Games-ისგან გორგასალ ქართულ სამაგიდო თამაშს. და ჩვენს MVP-ს კი ხალხი აირჩევს YouTube-ში და სამაგიდო თამაშების ტავერნასგან გადაეცემა 10 ჯერადი უფასო ვიზიტი. ასე რომ რაღაცა სტიმულები ყველას გვაქვს და იმედია კაი თამაში გამოვა. როგორც ხედავ, ყველანი ძალიან გაყოფილები ხართ თქვენი როლებით. ერთი კაცი განსაკუთრებით ახლა ვუყურებ აქ და მე გეტყვით ვინ. და დავაღამეთ. წავედით. Hello. მოგესალმებით. გამარჯობა გიორგი. სალამი ბექა. შენ მოიგე Spice Rocket გემანდელ თამაში და უნდა გაგაცნო შენი გუნდელები. ლუკა არის. ნუ ლუკა და წამალა არიან შენი გუნდელები. ლუკა მინიონია? ხო, ლუკა მინიონია. თან გამოგიგზავნე გრიმოვარი, ამიტომ დაინახავ. ყველას და ყველაფერს. იწამი, გრიმოვარს ატომღაც ვერ ხედავ, კი ვხედავ. ხედავ ხო? ხო, ანუ გიორგის გაუგზავნე ხარ როლები. და რა ვიცი, რა გემები გაქვს აბა გიორგი? მოდი გრიმოვარს გადახედა მითხარი რა არ მოგწონს. გრიმოვარს დავხედავ ეხლავე. შეფიროა თამაში მაინდა-მაინც არ მომწონს. მით უმეტეს რომ ერთი უნდა აიღოს. ან ორი. ან ორი. იმედია რომ ორი არა. Slayer-ისაც მეშინია. რავი. ვიფიქრებ ემპათობაზე ერთით და იქნებ რაღაცნაირად შეუტიო ჩემს გვერდით ვწდომებს. კარგი, საინტერესო. მადლობა. სალამი კიდევ ერთხელ. Hello. გამარჯობა ლუკა კიდევ ერთხელ. მოკლედ მინიონად გუნდში გაყოლება გიორგი ღვინე და წამალა არის შენი დემონი. ვახ. შეფის ერთი გვაქვს ანუ. ამაგარი. მოდი ჩვენ დავაფოიზონოთ ვინ მეტად წამალა კაი თიმი ვართ, მაგრამ მეჭა იმდენად ხშირად ფიქრობენ რომ იმპის გვერდით დააფოიზონაო რომ მე არ მინდა რომ მოხდეს და მოდი ღვინეს გვერდით დავაფოიზონებ ან აფსის ან მაკოს და რომელი უფრო იგრძნობს ახლა ფოიზონს მაკო ძალიან გამოსtildeია აფსიც აი მოდი მაკო იყოს თან ერთადერთი გოგონა ყავს და კარგი ჯიგარი ხარ კაი ხარ ეხლა ამას აფსი მოეწამლა უებული ხონდა ფაქტობრივად. მარა, ეხლა რადგან მაკო მოწამლა, ესე იგი თამაში პირველ დღეს არ მორჩება. ეხლა მაკო რომ ესროლოს. ჩვენს წამალას არ მოკვდება წამალა, იმიტომ რომ იმედია მაინდა-მაინც წამალას არ ეშვის. ხო, ცუდი იქნება ძალიან მათთვის. გამარჯობა, მეგობრებო. სალამი, წამალ, გამარჯობა. მოკლედ შენი გუნდის გასაცნობად ვართ აქ ახლა მოსულები. ლუკა, შენი ერთი მინიონი და ღვინე მეორე. ღვინე და მეორე კიდე ამ თამაში ვერ შეხვდები ვერც ბერს, ვერც ბიბლიოთეკარს, ვერც წმინდანს და რავი, თუ მინდა რომელიმეს დაბრალება, რავი. ერთი რამე დავიწერო, ღვინე და მეორე მინიონი ვერ გავიგე? ლუკა. ლუკა, კი ბატონო. ძალიან კარგი. და ისინი დაიმახსოვრე, რომლები არ ყავს?
Saint-ი, Monkey და Library. კი ბატონო, დავიმახსოვრე, მადლობა. მიდი შემოდან ბოროტო, აბა რა ზიზა. არის ნახოთ. აბა წარმატებები მეც და თქვენ. აბა შენც. გისმენთ. გამარჯობა, ლუზუ. მოკლედ ინფორმაცია გვაქვს შენთვის მნიშვნელოვანი. გვინეს და მინდო შორის მოგიწევს არჩევანის გაკეთება თამაშის მნიშვნელოვან მომენტებში, რომელიღაცა მოგონ შორის არის ფაი. ჩატაბას ფაის თამაში. კარგია ფაის თამაში. კარგი. აი, წარმატებ. აბა. გამარჯობა, არცი. მოგესალმებით. მოკლედ, ისე გადაწყვიტა დოლურამ, რომ მოხდნენ გვერდ-გვერდ. მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეები და ჩვენს გადავწყვიტეთ არ დაგიმალოთ ეგ ამბავი. და ერთი წყვილი ბოროტები ყავს დიახ. კი ბატონო. ჩვენიერია. კარგი, მადლობა. მედი გჯერა. ნახო. გამარჯობა, ბუთა. გამარჯობა. შეგიძლია ამოირჩიო მოთამაშეებს შორის ვინმე და დაგიდასტურებთ, ანუ უარყოფთ მათ შორის დემონის არსებობას. გეგა მინდია. არა. შენიერი. მადლობა. სამათო. ვაი. გამარჯობა, მოკლედ მაინც სასიამოვნო არჩევანი არ ვარ პოსულები შეგიძლია არჩევა ადამიანი ვის ხმასაც გაიმეორებ და ვისი ქმის დაფიქსირებასაც იქნება დამოკიდებული შენი ქმის არსებობა ამ თამაშში. მოდი ბუზუ ალალი კაცია და პირველი ღამისთვის ვენდოთ ბუზუს. კარგი. კი ბატონო. დაეიყოს ასე და იყოს ბატონო. დაეიყოს. გამარჯობა მეგობრებო, მომენტად აწყება თამაშის ასე და ამჯერად კიდევ ერთ სტუმარი ვინახავთ. ბეკა იპოვეთ ჩემთან ერთად საათის ისრზე ჩამოკიდებული და მე და ბეკას მაინც რაღაცები შეგვიძლია და ყველანაირად შევეცადეთ რომ ამ ღამეში მიგვენიშნებია თქვენთვის ვინ იყო ის დემონი ორ პატარა მინიონთან ერთად რომ ასეთი რამ დაგუმართ. და იმედია იპოვით და აქეთკენ წამოიყვანთ. 4 კაცი გვინდა და რასაც უდის ვითამაშებთ. შეუბრალოდ გუნდს. წარმატებები. ჩათვალეთ რომ ჩვენურად კვაიჯინის და ოსტატი იოდას სულები და ვცდილობთ აგეხმაროთ ბოროტების იმპერიასთან ბრძოლაში. დიახ. და ამისთვის გექნებათ 5 წუთი პირველ დღეს წარმატებები. ბარეგეთ. სალამი, დახარ. როშე რომელით დაგინახე სამკოლი. ან მითხარი, ან გეტყვი და იმაში თუ ხარ. როშე რომელიც თუ დამენახე უკვე არასწორი არის. ოკეი, კაი. ანუ შენახ, კარგად ზანდება. კარგად. ამას გარდა ვიხსნები ფორტუნათ, ემფათა და რაც კიდე იმად გავიხსნები, მაგრამ შენთან ვეკიპერი ვარ რა. ისე მე მოვკოდები, არ გირჩევ რომ მე გადამომწვი. ეხა გეტყვი რაღაცას, ხე? ეს წამეს ჩავთვალე და ვიხდება. აბა შენ თუ გამოიცნო მე რა როლი ვარ? გინდა სეინტობა? არა, მინდა. მოდი შენ მიაწექი, არა, ლუკა ახალი მიაწვეს მონქობას. მე ემპათის ერთობას ვაწვევი, რომ აფცი გავაწეთლო რეთერინგი არის ბუთას. ლუკა ახალი მიაწვეს მონქობას ჯობია, იმიტომ რომ სულ ფიქრობ ნახო. გინდა სოლჯერობა დაიბრალე რა. ინგები არ ვიცი, მაგრამ რას მეტყვება შენ? რავი, თუ გინდა 2-2-ში გავცვალოთ. სტანდარტულს გეტყვი, რევენკიფერი ანდერთეიკერი. რევენკიფერი ანდერთეიკერი. კაი, შენ ნუ ან კაი. მე ვარ ან სლეიერი, ან ფორტუნტელერი ვარ არათი. და ნუ ჯერ არას არ გეტყვი. შეფის რა გექნებოდა შეფი რომ ყოფილიყო? შეფის ერთი მექნებოდა, შეფი რომ ყოფილიყო. ოკეი, კარგი. ბუთა არის ფორტუნტელერი. ბუთა ფორტუნა, კაი. კარგ როლებს გეტყვი, ილია წითელია, რევენკიფერი. ოკეი. გეგა არის მერი. გეგა მერი, კაი. მინდი ანდერთეიკერი. მაკო სლეიერი. კაი, სლეიერია დაფოეზონებული ხა. რაღაც ვოშერა ჩემოვიდა, ალბათ დამიჭირა რომ წითელი ვარ რა ეგრევე და რეკლუსად გავეხსენი და ჩემი მეზობელი თომა ყოფილა რეკლუსი, აი დამერხაკ. შეფი ყავს? შეფი არის აფცი ერთით და მე ემპათობას ვფიქრობ რომ ერთით გავაწითლო აფცი რეთერინგია ბუთას.
იქნება გადაამოწმო სადღაც. ოკეი, კაი. კაი. თეიქერი ხარ? კაი, გეტყვი მაშინ რომ სპაისპინგები არსებობს ქალაქში. აუ. ხო და მე ოღონდ შენში და ღვინეში თუ ღვინეში და მინდოში აღარ მახსოვს. და აი, რავი, ფარე მეც გეტყვი სლეიერი ვარ და დღეს ალბათ გავისვრი. მესმეა სიყვარული. გავუსრო. რა მე Undertaker-ზე ერთ პოზონს გავარ. შენ Undertaker-ი უნდა მოკლა? მე Undertaker გააჩნია ვინ მოკდება. მოდი, შენ ბუთა დააპოიზონე. კაი, ვაფშე Undertaker-ს არ შევეხო. არა, ბუთა. დავაი, როგორც გინდა. ინვესტიგეიტორი არ შემოსულა. მიქით დაურეკე მე ილიას რა, რეალურად და ნუ კარჩე ილია დაიკიდე რა, ვურჯი არის პროსტა. შეფის ერთი არის როგორც ვიცი. თუ მაგ შეფმა მე არ ანუ შენ მეზობლებში ვეძებ სავარაუდო? ჩემს მეზობლებში ამ ეტაპზე მოდი ეგ ფორტუნა და რაღაცები დაიკიდე და არა, მე დავიკიდებ. მე სპეციფიკების გამოტანა არ მიყვარს. ხო და შეფის ერთს თუ მოყვებით, კარგი იქნება რა. მოდი მე შენ გეტყვი რომ ვარ ან ბატლერი, ან მონკი. თუ ვინმე სხვა გაიხსნა რეკოლსად, ესე იგი ვიცნობ ვინც არის რა. აი, კარგი პრობლემა. აი, შერას მეთქე. მე ვარ რეივენკიფერი. კაი, მოგესალმებით. მე გახლავართ, ან თავიდანვე მინდა რომ გავიხსნა და ვარ ბატლერი. მომევიდა ინფორმაცია რომ ინვესტიგეიტორს სპაისპინგები ქონდა უბრალოდ სადიყო არ ვიცი. შეფს ვიცნობ რომ ერთი აქვს. ხო, მე რა კლეიმებიც მქონდა Fortune Teller-ი სავარაუდოდ უნდა იყოს, ისეთი კლეიმი მომცა ერთმა რომ დიდი ალბათობით Fortune Teller-ი უნდა ყავდეს თამაში. და ალბათ მერი და Undertaker-იდან ერთ-ერთი მაინც. მე რა ინფორმაციას მოგწევს რომ მინდა თავის პინგი იპოვა. ასევე იყო Fortune Teller-ის არა ორ ადამიანში, უბრალოდ არას არ გამოვიდანთ ალს. აი, მე ვიტყვი რომ მაკო არის ლურჯი და ისე დაიწყო თხუთები. კარგი ხარ მაკო. და ბარონის თამაში არ არის. კარგად. მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ინვესტიგეიტორი გიორგი ღვინესა და მინდოში მაქვს დანახული სფაი. შეგენაცვა. აბა დადგა დრო ნომინაციების, პირველ ნომინაცია გამიხსენით. კაი, მოდი მე დავანომინირებ მინდიას. ველოდებოდით აბა გისმენთ? ხო, რავი, ან ბუზუ ნომინაციას მაწყობს და მინდიას უბრალოდ მოусმენ, არ ვიცი. შეიძლება ხრიკი იყოს ბუზუსგან. რავი, მე შეტევა ეგ არის რომ უბრალოდ პინგში ხარ ჩემთან ერთად და რავი, რა სიტყვი მინდია. ხო, რავი, მე იგივე შეტევა მექნებოდა, მაგრამ რავი, არ შემოგიდებ ჯერჯერობით არც ერთს მაგის გარდა არაფერი, ანუ ეგ არ გვაწითლებს რა იდეა, შეგვიძლია პინგი არაფერი შეიძლება არასწორი იყოს და მაგითო არ შემოგიდებ. კი ბატონო. 6 ხმა შეიძლება მინდიას ჩამოხრებას და ეჭვი მაქვს ერთი იქნება, 2. მეორე ხელია. სპაი იჯდეს, მოდი. აბა, სამი არის აქ. ბუზუ შეუტია მინდიას და ღვინეს და დანომირა შუაში აფცი. აბა გისმენთ. ესე იგი, ნუ სპაისპინგი მაქვს შეიძლება გარისკეს და ძალიან დიდხანს ელაპარაკებო და მინდია მაგალითად აფცი. პირველ დღეს ძალიან დიდხანს. იმდენად დიდხანს რომ შეიძლება სპაისა და მის დემონს შორის ან მის მეორე მინიონს შორის ლაპარაკის იყოს. თან შეფის ერთი. თუ რამდენი ხელი? და შორის შეფის ერთი 2 ერთამჯდები აქეთაც და იქითაც. არ მგონია რომ სპაისთან ამათებდნენ და თუ ერთია სხვაგან ავეძებოდა არა ჩემთან. აჰო. ერთიც. ხო, ნომინირებს ბუზუს. მოგეთ, აქცია არის ჩამოხრების კანდიდატი. საკმარისი იყო 6 ხმა, მაგპანოს ბუზუს გისმენთ. ბუზუ არის ინვესტიგეიტორი, რომელსაც აქვს სპაისპინგები. მეტაგეიმინგურად რო გავყვეთ, რეკლუსი ყავს თამაში და მგონია რომ სპაის ესე პირველივე დღეს ანუ ნამდვილ სპაისში არ მიგცემდნენ, მაგრამ მინიშნება იქნებოდა. ამიტომაც თან ბუზუ შეიძლება იყოს პოტენციურად დრანკი და გიორგისთან არ მილაპარაკია, მაგრამ მინდიაზე ვიცი რომ საკმაოდ კარგი როლია. ამიტომაც ჯობია რომ ამათში გაშვებას თან აფცი არის ახლა შეყენებული, რომელიც საერთოდ არაფერ შუაში არ არის ამ ორთან.
და ვჯობია რომ დაიტესტოს ბუზუ, რომელიც შეიძლება პოტენციურად შეფის ერთით გიორგი ვორტოქსთან ერთად იყოს წითელი რაღაცა გარკვეული მიზეზების და გამო. და ამავდროულად თან გავიგებდით დრანქია თუ ჯანსაღი ინფორმაცია აქვს. კი, გაიამოთხრა იქნება. აბა. მე ჩემი გასვლის ნამდვილი ვარ, ეს ერთი, მეორე. ვორტოქსთან ვერ ვიქნები შეფის ერთში, იმიტომ რომ ვორტოქსი არის ერთადერთი აუთსაიდერი, რომელიც გაიხსნა, მეტიც აუთსაიდერი ამ ეტაპზე თამაში არ გახსნილა და არანაირი ეჭვი არ გვაქვს მივიტანოთ მაგის ლურჯეში. ეს ერთი. მესამე ის რაც არის, რომ ასევე უფრო მეტაგეიმინგურად, ბევრად უფრო მეტაგეიმინგურად მგონია რომ სპაის თამაშია და ჩემი პინგები სწორია. და იმ სპაიზე, რომელზეც პინგზე არის, ხელი არ აწევთ და ჩემზე წევთ ხელს, კარგით რა. ილია შენ არ უნდა წევდე. ვარ თანაბრდება. რა ინვესტიგატორი თუ არა რა თანაბრდება, ბუზუ იხჩობა და მათ ვინმე გაათანაბრებს. გადავწონეთ. მაკო დავინომინირეთ და გავაგდოთ რა გეხვეწებით ყველაფერს. და გიორგი ვორტოქსი რა აუთსაიდერად გაიხსნა? ატლერი ვარ. შემოვიდა თუ არა მითხრა. დაანომინირეთ მაკო გაუშვათ ჯობია. მაკო არ მეჯდება წეთლად. მე ვანომინებ მაკოზე ბუზუს ვაზე შეტევა. ბუზუ გისმეთ. ზუსტად ასევე ანალოგიურად მეტაგეიმიგურად, ანალოგიურად ყველაფერს როგორც შემომიტია, ეგ უფრო ჯდება წითლად, მაგის გაშვება უფრო სწორია, ეგეც ერთჯერადი როლია, რა ვიცი, შეფის ერთში ეგეც ჩდება გიოღვინესთან და ასე შემდეგ და ასე ზუსტად იგივე ახასიათებს და ვნახოთ აბა თუ აიწევთ მაგაზე ხელს ის ხალხი ვინც ჩემზე აიწევს. მე დავამატებ რომ მარიამა მომწერა რომ ჩემი ხომ აყოს. მაკოს მოკლედ, Undertaker-ი მე ვარ, თუ მე გამიშვებთ, ვეღარც ვერასდროს ვერავის ვერ ამოთხეთ. Spy მყავს თიმში პოტენციურად მაგასაც ჩათვლით, მაგრამ ნუ უნდა დავიტესტო, ამიტომაც ხელები ჩაციეთ. 7 ათანაბრებს 8 აღჭობს. აი გავათანაბროთ ხო? მაშინ გახსნილი ადამიანი არ უნდა გავუშვათ მაქო. ამე მოკევიც მე. ბიჭო, ხო, მაგრამ მე გახსნილი ადამიანი თუ ბუზუა უნდა გავუშვათ. კარგი, მოკლედ. ვატყობს სხვას არ ჩამოვახჭობთ. ასეა თუ ისეა. მე თამაშა save თამაში, რა მინდოდა, აი რა მინდოდა. ბუზუ ჩამოვახჭე. გამოვედი იმენა ინფორმაცია გამოუტანე და ჩამომახრჩეს იმენ. აბა, როგორ შეფასებ ჩვენს პირველ დღეს? ძალიან კაი იყო რა პირველი ვეზე თუ ბოროდი მოგდება უკვე აღარზია თამაში და კარგი იყო. სალამი ლუკა ახალი მსხვერპლი შეგიძლია სალამი. ხო, ნუ რადგან სკარლეტი არ ყავს ესეთ მაკოს მოკავს წამალა ახლა. მინდიამ გინდა ამოთხაროს ინვესტიგატორი გინდა რა გახსნილი იყო მაინც და მოდი აუჯერებ წამალას გეგმას და მითხრა ბუთა მოწამლეო და ფორჩუნ თელერი მოწამლოთ მოდი ალბათ გაიქნებ. მოკოდი ბოროდი. წინა მოწამლა მოგეწონა შენი? ვიცოდი რომ არ გაისრო და მაკო ამიტომ არც ის. აფციჯობდა ხო? აფციჯობდა კი. ან ინვესტიგატორი. უფრო ბუზუჯობდა. აფციჯული არის ალბათ. ვიცი. შეფი. ინვესტიგატორი ჯობდა. და სპაის არ დაინახავდა ალბათ არის. ეგეც შეიძლება, ან მან ხოლმე პასუხი არ არსებობს თქმა უნდა, მაგრამ შეფიც გაიყო რომ ნულს გაიგებდა ალბათ რა. ეგეც არის. და რეკრუტინგის გვერდით და ერთი აქვს. კი ბატონო. კაი, შვენიერი. ფორჩუთელერი, გასაგებია შენი ბოროდი გეგმა. სალამი წამალ, გვაინტერესებს ვის წესში გაისვრე ხელს პირველ შესაძლებლობას. მინაიდან მაკომ ბევრი ილაპარაკა და თქვა რომ Undertaker-ი ვარო. დაე, მოკლეს Undertaker-ად ჩვენი მაკო და ვეღარ მესროლს. სულ არ იცი ვინ არის? სულ არ ვიცი ვინ. და საბოლოო ჯამში რა გეგმა გაქვს ამ თამაშში? გეგმა რა არის? ჩემი აზრით მინდიას შემოვიტოვებთ Undertaker-ს და თან Spy შეიძლება იყოს და მაგიდეით ვერ გაყვებიან ბოლომდე. არ ვიცი. Safe უნდა ვითამაშო მე პირადად და ლუკა ახალით Safe უნდა ვათამაშო, რომ ბოლოს მერთან არ გაგვიჭირდეს. მე მგონია რომ Raven Keepers მოვკლავთ უახლოეს მომავალში ღამით. მოწამლულს ანუ. ჰა, მოწამლულს. და თავის მოკლას წინიეთ მოგიწევს? თავის მოკლა. გააჩნია, მე ისიც არ ვიცი ლუკა ახალი რას იბრალებს. დაიბრალემ ეს. აი მონკს იბრალებენ ხოლმე ძალიან ხშირად დემონები რა. და მაგიტომ მიყვარს ხოლმე რომ პოიზონერი იბრალებს მონკს, რომ მე ეგ ჩამოახჩონ და არა დემონი. კარგი.
კარგი. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. კარგი. ვაკო. ოკეი. სალამი მინდო, ნუ ჩუდი ამბავი გვაქვს, არასწორი ადამიანი გაწირეთ სასიკვდილოდ და ბუზუ იყო გამომძიებელი სინამდვილეში და არა რომელიმე ის ბოროტი როლის მადარებელი. ჩვენი გჯერა? მე ვარაუდობდი, რომ ანდრანკი თქო, ან კიდე რომელიმე ბოროტი თქო, მაგრამ ეგეც არა გამორიცხოდი, რომ დაფუძნებული ყოფილიყო, არ ვიცი. გიორგი ღვინეზე ჯერ არაფერი არ ვიცი, მაგრამ ოკეი არა. მაინც კაია. რომ გავიგეთ, რომ ინვესტიგატორი იყო. დიახ. ალო. აბა, გუთა დაადები ხელ ლუკა აპს. მაგრამ არის თუ არა დემონი ეგ აინტერესებს? კი ბატონო. მაგორ შორის. კი. მადლობა. ვაჰ. მომიკლეს სალამი გიორგი, კი. ხოდა დიდხანს ვარ დარჩე რონინათ ახალი ოსტატი შეგიძლია აიჩიო. აი ესეთი ტრაგიკული ბედი შემხვდა. მოდი აი იდეა თალალი ხო როგორ? ხო ანუ ჯერჯერობით არ არის დემოკრატია ჩვენ სახელმწიფოში და დიდხანს ვერ დარჩებით თავისუფალ ადამიანად. მოგიწევს. აი მოდი აბა კიდევ ერთი ალალი კაცი გეგა დავიყენოთ მასტერად. დიახ, ხო ის ჩვენთან ყრები არიან თავისუფლები. რომ მოგყვები მე შეგიძლია ხელი აწევ ისეც გინდა. კი ბატონო. აი აბა შემდეგ გამემდე თუ გავძელი. კარგი. ხო იდეაში ანუ თუ მოკვდი, უნარი აღარ გაქვს. სამსად რახან უნარი არ გაქვს, იქ ცუდი უნარიც აღარ გაქვს. უი. ნამ შვიდობის მეგობრებო. ბექასამ თუ ხარ პირველი ცუდი ამბის თქმა უწევს. ხო, მოკლედ გლობალური ომის პარტიის გადაწყვეტილებით მაკო ეთიშება თამაში. მადლო, ჯიგარი ხარ დემონო, ვინც იყავი, იმენა ჯიგარი ხარ. აუჩ, ჩემი ბულუ იყო დემონი და სკალზე გახდა შური იზიეს მაკო. აუ რა მოთხოვნადი. აკო, მოდი, ეხა შენ დამელეკე პირველ და ხა შემოვკან. მოდი, მაგრამ კეპცებში ზივარ. ახე, რა სხვაგან გავიცი. იყავი? არა, სლეიერი. სლეიერი? აუ, ვიღა. შენ უნდა ვისროლო თქო, მაგრამ არ მოვიჯერეს ფაისპინგები და ანუ მესმინე, არ ვიცი რა ფორტუნას არ არის. ხო რა ყველაფერს შევეშვა, ხო, ერთადერთი გოგო ყავდი, რა ნამუსით მესროლა, არ წვენია? მაგარი ნამუსო. აუ ძალიან მეწინა. მე რეივენ კიფერი ვარ და იმას ვაგდები რა. ფორტუნას კი ისე ისა დირექტორში პირველ დღეს. და მეორე დღეზე არ ვიცი, რა მექნება და არ გამოვიდა. აი. ვის მაგიტოც კი? რა? ვიში დაუშიგა კი, რა გასით ძახე. ან პირველ დღეს თომას და ბუთაში მეთქი რა. არ გაჩენ როგორ? არა მშეს. რა სიტყვა შენს როლს? რა მრავალჯერადი როლი მაქვს. ჯერჯერობით საინტერესო ინფო არ შემიკარებია, მაგრამ ნუ რაღაცა გამოვა. შენ? მეც მრავალჯერადი როლი მაქვს. მე რა იცი, რა მეიცი? თავგზამა ქარეული. რატო? პრინციპში რა საჯაროდაც უნდა ვთქვა რა. მე ბუზუს სპაისს ემპათი ხარ? ემპათი ვარ 1-ით და 2-ით. 1-ით და 2-ით. რა კაია? აი თამაში ემპათი 1 იგებს და მე ნუ 1 გასაგებია. და ეხა რომ გებ, აი აბსურდზე აბსურდი. და ცოცხალი რო ვარ. თომა. ვიღაცა ნებისმიერ რო. აი, აფცის ენდობი? აფცის არ ვენდობი, კაცო, აფცის გაშვებაზე ხელი ავწე. უზუს უფრო ვენდობი ვიდრე. ნუ ხო, ახლა ივან კიფერი ესეთი როლია, რაღაცები უნდა დამალონ, მაგრამ ეკლუს თა მოგონია. ბიჭო, მეორე, რავი, მაკოვიციოს ლეიერა. სხვას გაიხსნა 1-1-ზე ტიპი რეკურსად მაგის თქმა მინდა? აი პირველივე დღეს პირველივე გახსნა იყო რეკურსი.
ხო, მაშინ თუ ეგ ადამიანი აგიტო ვიძახით, ისე ვიღაცო გაიხსნა სეივენ კიფერა და წამკვირდება. არა, მაშინ თუ ეგ ადამიანი, რავი, ან ჩემთან შემოვიდეს ან რაღაცა, აი უთხარი. არ ვიცი ვინ არის. ხო და ანუ მაშინ თუ ეგ ადამიანი დიდი ალბათობით როლს მალობს შემიაზრდა მაგიტო აკეთებს მაგას და თუ ჩემთან შემოვიდეს ისე უნდა ველაპარაკებო და თუ არ გადათქვამს იმას რომ რეკურსი არის, ალბათ ჩემსა და მას შორის ერთი წელი ოჭოლი იქნება. მაგრამ მაინც არ მგონია რა პირველი დღე არის და ყველა რაღაცა როლს იკლეიმებს, ყველა იტყუება და ხობა შეიძლება არ იყოს რეკურსი. ой, я самоуцелби, რა ვიცი, რა თუ ანდერტეიკერი. ინვესტიგეიტორს ამოვცხრები. დაგვიანე ახლა თუ ადრე უნდა შემოსულიყავი და იცინებდი. რა შეტყები ამაზეთ? მოდი გავითამაშოთ და დავთავიდან. ანდერტეიკერი რომ იყო ინვესტიგეიტორს ამოვცხრედიო და თან იცინეს. აი. რა ხდება ეხა აქ გასაგებია რომ სპაის როლში ვარ და შეიძლება ეჭვის უქონდეთ მით უმეტეს რომ ბუზუს უფრო ვენდობი მე ვარ ემპათი ერთით პირველი გამის ერთით მეორე გამის ორით როცა სპაის თამაშია და ერთი მაქვს და მე ორი მაქვს ვერაფრით ვერ ხსნი რა შეიძლება საქმე და ან ხო არ ვიცი რა წესით ამაღამ მე უნდა მომკვდარიყავი როცა ორი უნდა მიმეღო მით უმეტეს ეგაა ჩემი კომენტარი აი მე ვიყავი სლეიერი რომელმაც რატომღაც არ დავიჯერეს ფაის თამაშის და ბოლომდე გავწურე და არ ვისროლე მაგრამ მე ის უფრო მაინტერესებს დემოს რა ღმერთი გაგიტყლათ ამ მაგიდაზე ერთადერთი გოგო რომ მომკალით ცოტა ხანს დაგეტოვებინეთ მაინც ვერ გაგარტყავდით ხო ჩემი როლი გუშინ ერთადერთი უთხარი აქციის, მაგრამ ნუ პოტენციურად ფაის თამაშია და ნუ ეხა ემპათის ერთიც ვიყავს და ეგ ოკეია. უბრალოდ ხალხო პირველ ღამეს მყდარ ადამიანს, არ ვიცი უნდა მენდობოდეთ, არ უნდა მენდობოდეთ, სამ როლზე მაქვს დაბლ კლეიმი. მყავს ორი მერი, ორი ფორჩუნ თელერი და ორი სეინთი. ხო და არ ვიცი რა თამაშობთ, რა გინდათ თქვენიც. რა გინდოდა ანდერტეიკერობას რო იბრალებთ? მე გადავაფარე ჩემი თქმით ერთ ადამიანს, მაგრამ რა ვიცი. რა გინდა გადაიფარე? ანუ სლეიერით გადაიფარე, ხო? მოდი ვიტყვი რომ მე ვარ რეკურსი. სამ ადამიანს უთხარი დაახლოებით ჩემი როლი და გიორგი ღვინესთან საერთოდ არც მელაპარაკია და მე ეხა უფრო მეტად მჯერა ბუზუსი რომ გიორგი ღვინე შეიძლება სპაი იყოს უბრალოდ რეკურსი იმის ემპათის ბლეფით რა და ალბათ კაი გასაშვები იქნება გიორგი ღვინე ხა. და ჩემი აზრით სპაის თამაში არის იმის მიუხედავად რომ მაკო ანდერტეიკერი რო დაიბრალა მაშინ შეიძლება მოეკლას. გიორგი ღვინეს და მინდიას შორის ერთ-ერთი სპაია მაგათ გაგდებას აზრი არ აქვს. ან პოიზონერი ყავს, ან სკარლეტი ყავს მეორე. მაკო ერთი თხოვნა მაქვს, თუ შეგიძლია ორივე ფორტუნას გადამოწმებებით რო გამოგვიტანო, მაინც რო ვიფიქროთ. აუ, მართლა არ მახსოვს. ერთი ვიცი რომ იყო თომა ბუთაკი, ერთ-ერთი ფორტუნ თელერის გადამოწმება და მეორის გადამოწმება იყო, მე მგონი ლუკა ახალი მინდია კი. მოკლედ ორივეს კი მახსოვს, არები არ მახსოვს და უცებ იმას ვიტყვი კიდე რა. ბარონის თამაში პოტენციურად შეიძლება იყოს, იმიტომ რომ მე პირადად სამივე ხილული აუთსაიდერი ვიცი. მე ამოვითხარე ინვესტიგეიტორი. არაფერს არ მოგცემთ ეგ ინფორმაცია, იმიტომ რომ, მაგრამ მაინც და ვორტოქსი რო გავუშვათ არ არის ცუდი დიაგნოზი. კაი, ნომინაციები გვაქვს ღია და საკუთარ თავს დავანომინირებ. აი ხარ, ეგ. ბატონო, შეგიძლიათ გამაგდოთ და ფორტუნ თელერი თუ ლურჯი ხართ, სწორი გადამოწმება აქვთ, პოიზონი ხა მე მაქვს. პოიზონი შეგახდა? ვირჯინი ვარ, აწიეთ. ფორტუნას კიში ვარ გამაწითლებენ და ჯობია ეხა ვეაციოთ. მაკოსი არ იყოს არც მე დავიჯერე სპაის ფინგები თავიდან. რა როლი ხარ? ვირჯინი. რა გაცნეს? ბარონი აშკარად არის ბარონი. როგორც მივხვდი. დრანკი ვერ ვიქნები და პოიზონი ჩემზეა დღეს რა. აფციდო. ლუკაში და აფციში არის ფორჩუნ თელერის კი. და თუ ლუკას ვირჯინობის გჯერათ, აგერ აფცი არის. აუ გითხრას.
ეფაც ზოუშია. ხო, აი, ნახე გასვლაზე არ მქონია წინა დღესაც არ პრობლემა. არც დღეს მაქვს პრობლემა. მაგრამ ნახე, ჩემი თუ სპაია, ჩემი ორივე მეზობელი იწევს ხელს, წინაზეც ორივე მაწია ხელი. ორივე ჩემპიონშია რა. მაგიტო იწევს. პლუს მაკოს რატო ესროდი, როცა მხოლოდ მე გამეცნა მაკო, რატო ესროდი. პლუს დავამატებ, რომ საერთოდ არ ვარ კაი როლი, უფრო ერთიადი როლი ვარ რა. და შეფი ვარ ერთით. თუ შეფის ერთია, მე ვიძახი ამ შეფის ერთს. და ჩემ მეზობლებშია. ხო და აზრია რა. დავამატებ შეიძლება. მივად ესროდი თუ სკალეტ ყავს. всё. მაინც გამაწიცლონ მე ბიჭო აღარ შემეს. ანუ გაცვლილი მქონდა რა. 6 საკმარისია. აბა ვაგდებ სხვას 5 4 ანუ 3 2 1 აფცი მეორე წაზე ჩამოვახჩეთ თავის. აბა ახლა რას ფიქრობ აბა? რავი რა შანსი აქვს. არ ვიცი. ლუკა რა გაკეთა ნახე? კი. ვირჯინი თავის თავს დაინომე კვდება რა მოქალაქეა და არ მოკვდა და რატო არ მოკვდი მოწამული ვარ. მოკლედ ახლა ესე იგი ისე მოხდა რომ 3 ის დაკარგეს უკვე. პატიოსანი მოქალაქე და დარჩნენ ორჯერ მეტნი, ხო? ანუ კი. არა და ყველა ინფორმაცია აქვს სწორი, ერთადერთი არასწორი ინფორმაცია აქვს, რომელიც არა ცუდი. ანუ იცით რომ ლუკა დემონი შეიძლება იყოს რა და რავი რა ჩამოვახჩუნ დემონი გონოთ, რავი ცუდი არ არის მათთვის. ლუკა, აბა ახლა ვიჯდანერხა. ხო, ნო, ვირჯინი უნდა ამება, იმიტომ რომ წამალამ გინათ ვარა მე მინდა სენტიო და სხვა გზა არ მქონდა. რას ახალი უნდა მომეფიქრებინა და ხო ისე ბუთა მოდი წამალას დაუჭიროთ. ბუთა დარჩა მოდი. რას გეგმა იქნება, მოდი. ნახოთ თუ გაიწიეთ მაგ გეგმით. ნახოთ. აბა ახლა ვინ გაშავთ ეს ლუკამ გააკეთა ძალიან მაგარი რაღაც. კი. მე არ მიფიქრია მე არ მიფიქრია ვინ უნდა მოვკლა. გიორგი ვორტოქს ძალიან galūčda. საინტერესო. მინდია რომ მოვკლათ. კარგი არ იქნება. ისთვის? იმისთვის რომ ემპათიის 2 არარეალური გახდება და თან ინვესტიგეიტორის პინგებში რომ ჩემიანს დავტოვებ მარტო, უფრო მარტივად ჩამოსახშობის გახდება. თავის მოკლაც ადრეა ჯერ, იმიტომ რომ დიდი ალბათობით გუთა მე გადამამოწმებს დღეს და ამიტომ მოვკლათ ვინ? გიორგი ვორტოქს გავუჩი. ერთი წამი არ უცხოურია თავისუფალი ცხოვრებით და ახლა უკვე გათავისუფლება. თავისუფლება ყველა. ოკეი, საინტერესო ყობა იყო ესეთი. არაფერს მომცემი პერსონაჟი მოკლა. ხო, მაგრამ მეორე მხრივ იმდენი ეჭვებია, ანუ დანარჩენებზე იმდენზე არის ეჭვები მნიშვნელოვან პერსონაჟებზე. კი. რომ ყველა სახალ პატიოსანი მოხალხე მოიშორა. კი, მოიკურა. კი ბატონო. სალამი მინდო. სალამ. მოკლედ უნდა გითხრათ რომ კოლექტიურმა კეთილებმა კიდე ააცილეთ ამ თამაში და შეფი არის აფცი. კი ბატონო. ჯერა. თუ პოიზონერის თამაში და აფცი თუ კეთი თუ ბოროტია, პოიზონში მე ვარ, მაგრამ მეორე სამყაროს ხო არის და მოდი ჯერ მაგ მეორე სამყაროს გავყვები მაინც. კარგი, მაშინაც ნახევი. სალამ გუთა. კი ბატონო. მინდია. მისთან დაკავშირებით გაინტერესებს. წამალა. არა. 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 არა ბოროტი ხარ.
თურმე რა ადვილად შემძლებია მოტყუება მაგიდე. აი როგორ მე დაფიქრდება ორ წელს. ტყუის რო ვიყო ეჭველი შემეთყობა კაცო როგორ მოგატყუები თურმე ყველა სხვა ტყუები. და შეიძლება მარტო ერთხელაც ატყუებ თელ თამაში. ბუთა მაგას პირადი. რავი. კაი. შენი ბათლერი მოკტა არ ვაღვიძებ. აღარ ყავს უფლოსი. დანაც კაი. თავის კამერაში ჩავთეთ რა გამოჩდება? გამარჯობა, მეგობრებო. ახლა სულ ყველა ჩვენგანი გავიგებთ, როგორ უხდება გიორგი ვორტოქსის შავთეთრი ფერები, იმიტომ რომ ტონალობაში აღარ გააგრძელებ. ათლარი რატომ მოკლას? ორი ვარიანტია მეგობრებო, ერთი ან სტარპასი გაკეთეს, მეორე მერის გაპრევებას ცდილობენ, მესამე მერიზე აისხლიდა. სტარპასი მე. ესე იგი, წამალა მითხრა სეინთი ვარო და მინდოსთან ერთად გადავამოთ. მე სეიფინგის კონჩი და არა მაქვს. აი. ანუ სეინთის უკან არის მალებოდა. ეჭერობით ლუკა ახალი, ილია, გიორგი ვორტოქსი, ანუ კიში არის. ჰა? გიორგი ღვინია პოტიში. ხო. ანუ შენ მინდია წამალა, ანუ ჩვენ დემონები არ ვართ. აროჩე. მერი ყავს ჩქარა მოსაშორებელი თორე გაქვს. მე დავაპოიზონო. ბუთა ვინ გადაამოწმა. მე რა ვიცი, ვაფშე ბუთა და კიში თუ ვიქნები არა უშავს. კაროჩე. მე უნდა გაგაწითლო წამა, მაგრად უნდა გაგაწითლო, კაროჩე. კაროჩე, მომისმინე, კლავთ მერს და მე კლავთ დაპოიზონებულ რევიკი. მე შევაგდებ იმასთან, რომ სეინთი ვარ და ბუთა დაიკი. მე შევაგდებ იმასთან, რომ სეინთი ვარ და მე გადავამოწმებს რა. ბიჭო, პირიქით ხო აჯობია, პოიზონი არ გავარტყა ეტიას. მაინც ხო იფიქრებს ილია იფიქრებს, რომ პოიზონში მოკვდა და მაგითო შეაბრუნებს. მოდი მე გავხრიტოს პოიზონით და ილია პროსტა მოკავი. იმედი რა. რომ ნახავს შეაბრუნებს. მიდი დამიჭერე რა. კაი, მოდი ჯერ მერი. მიდი ბიჭო. რას მეუბნები რომ შეაბრუნებს. მაინც საფეგუძრება. მიდი ვიკაიფოთ ამის დედაში. და ვირჯინი ვარ აქ კაცი ბიჭო დამიჯერებენ მიდი. მე შემოვაგდებ რაღაცას კიდე. კლეიმში მაინტერესებს. აი პირველ კოლში ვისაც ელაპარაკე იმასთან. არ ვარ დაბლ კლეიმში. ანუ hard claims-ზე მეუბნება რომ მერია. მერია. შენ რა ხარ? ფორტუნა. კაი, გადამოწმები მითხარ. მინდია გეგა არა. აფცი ლუკა კი. აფცი ლუკა კი. მინდია წამალა არა, იმიტომ რომ წამალა მითხრა სეინთი ვარო. მინდია წამალა არა. ნახე ახლა როგორ რაღაცა მინდია მინდია კი არა. ხო, Undertaker-მა ამოთხარა აფცი შეფად რა. შენ ახლა არ გყავს გადამოწმებული. მოკლედ გიორგი ვორტოქსი. არ გყავს გადამოწმებული ვორტოქსი. გიორგი ვორტოქსი გადაამოწმე უკვე არაში მყოფ ტიპთან ერთად. კი ბატონო. მისო მინდიასთან ერთად. პოიზონერია თამაში. შენ გაქვს პოიზონი ახლა, მაგრამ მაინც. ანუ დანარჩენი ორი წითელი ვინ გონია შენ? აფცი და მინდია მგონია რომ წითელი გუნდი არის. და მესამე წარმოდგენა არა მაქვს, ვერავის ვერ ველაპარაკები. აი, წამალა ბუთა, ილია. ამას არ ვინაურო. ოკეი, კარგი. კაი, აფცი რა დამოითხარა ეგ უცებ თქვით და გააგრძელეთ თამაში. შეფად. ვინ რამდენი გაქვს? ერთი მაქვს. ხო და მოდი ისევ მე დავიწყებ რა. ხო. ჩემი ვარაუდი ესეთი არის რომ თუ თომა არის ნამდვილად რეკლუსი, მე მაინც მინდიას უნდა შევუტიო როგორც სპაის. მგონია რომ თომაში მქონდა ერთი წინაზე ორიდან ნუ ერთ-ერთი თომა იყო და დამირეგისტრირდა წითლად, ეხლა წითლად დამირეგისტრირდა და მინდია არ დამირეგისტრირდა წითლად, ეგრე ვფიქრობ რა. აფცის და მინდიას გუნდი მგონია რომ არის. მესამე არ ვიცი, საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს, ფორჩუთელერის ინფორმაციები თუ გამოვა, აი იქნება და Undertaker-ს. მადლობა. Undertaker-მა აფცი ამოთხარა შეფად. აგიკვირდებათ და.
ვინაიდან გიორგი ღვინეს და მინდოიას ინფორმაციები ერთმანეთს ძალიან არ ემთხვევა. ანუ ფაქტობრივად ერთი აფცის აწითლებს, მეორე ალურჩებს. ხო, ну ბუზუს ფაისპინგები უკვე ანუ 100%-ით სწორია, რომ ამ მატჩში ერთ-ერთი ფაია. უბრალოდ თუ მე ეგრე გავყვებ, რომ ამ მატჩში ერთ-ერთი ფაი უნდა ისდეს, გიორგი ღვინე უფრო სოციალურად მეწითლება, ვიდრე მინდია ამ ეტაპისთვის. Fortune Tellers დღეს აქვს არა. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ამასაც არ გამოიტანენ დღეს მაინც. და ხო, ძალიან კარგი გადამოწმება შევთავაზე. იმედია, თუ მაგ გადამოწმებას გააკეთებს, ძალიან ბევრ რაღაცას გავიგებთ. მეტი არაფერი არ მაქვს თქვი. მოკა. კაი, მოდი იმას ვიტყვი, რომ გიორგინო მეც Spied from იჯდება. ცოტა მეტაგეიმინგსაც დავიხმარ და ძალიან უყვართ ხოლმე Spice-Bank-ში Undertaker-ის ჩატენა. კაი, ამის გარდა გამით მოკვდა ბაცლერი, ხო? ორი ოფშენი არის, კაი, სამი ოფშენია. ერთი როგორც ლურჯი იყო და ესროლეს. მეორე სტარპასი, მესამე მერიდან აისხრიდა. ანუ ნახე, მაგ შემთხვევაში Poison-ი არც მერს ადევს. და ანუ დიდი ალბათობით ამ Fortune Tellers ადევს, ან მინდიას თვითონ. შეიძლება შეფის საერთოდ დრანკიც იყო. აი, მანდ უკვე ვირები, თუ ბარონის თამაშია, მაშინ Spy არ ყავთ მაინც არის. ან Undertaker-ზე მგონია Poison-ი, ან Fortuna-ზე მოკლედ დღეს. კაი, მე ვიტყვი, რომ ორტოქსი არ ვიცი რატომ მოკვდა, მაგრამ მინდია გიორგი ღვინეში ერთ Spy არის უეჭველად. ბუზუსი ჯერა, მაგაც გაგდება ჩემი აზრით. დიდ აზრი არ აქვს ამ მომენტში არაფერს არ მოგხსენს Spy-ს რომ მოვიშოროთ. თუ ვიღაცა შტარპას არ გამიხილავთ და ორტოქსი. მოგჩენი ორტოქსი ლურჯი არის ორტოქსი. აიც. მე მგონია რომ გიორგი ღვინეს ჩამოხრჩობა თუ Undertaker-ი ყავს ისევ რაღაც მომენტში კარგი არის. მაგ მხრივ. ერთი წამი მე რო Spy ვიყო რა აზრი აქვს ჩემ ჩამოხრჩობას. Undertaker-ი აზრი არ აქვს, ნამდვილად აზრი არ აქვს. ამიტომ რეალური Spy უნდა ჩამოხრჩოთ ჩემი აზრით. ბუთა თუ არაფერს არ ამბობს, მე შეგახსენებთ მეგობრებო ესეთ რაღაცას. პირველ დღეს ესე იგი მინდოდა აფცი იყვნენ ძალიან დიდი ხანი გასულები და ასევე საკმაოდ დიდი ხანი იყვნენ გასულები გიორგი ღვინე და წამალა ერთად. ესეთ რამეს შემოგთავაზებთ რა. გიორგი ღვინე ჩამოვახშოთ, Undertaker-მა მომთხაროს და ხოლმე ჩამოვახშები მე და მეც Undertaker-მა მომთხაროს. მოდაროთი. ბევრი ხა აქედან აპრავებთ რომ Undertaker-ი მე ვარ, მაგრამ არ ვარ. ანუ საიდან გაიგებთ კიდე რომ Undertaker-ი Poison-ში არის თუ არ არის რა. მოკლედ დღეს გავიდეს გიორგი ღვინე, ხვალ მე გავალ. თუ განექლავთ რომ 4 აუტსაიდერია თამაში და ბარონის თამაშია, ესე იგი პოტენციურად Spy-ის ხო ჩვენში და ესე იგი Poison-ი თამაში არ არის. თუ Spy-ია, უბრალოდ Undertaker-ის არ კლავენ და Investigator-ის სწორად ამოითხარა. ხო ესე იგი სპინგები სწორია. ესე იგი უნდა ჩამოვხსნას გიორგი ღვინე და მე. მოუჩი. აბცი. საღოლინდი აი. ო, ნახე, არ ვიცი რამდენი აუტსაიდერი ყავს და რამდენი იხსნებით. ეხლა ერთ ვარიანტს გეტყვით. თუ ბარონის თამაში და სამი აუტსაიდერი თამაშია, მაშინ ჩემზე იყო კი, ანუ მე დემონი გამოდივარ მაგ-ფორჩტერის გადამოწმებით და თამაში უნდა მორჩენილიყო. სკარლეტი. მინდიასთან ერთად წითლები და მინდია ჩემთან მაშინ Spy უნდა იყოს. ამ თამაში უნდა მორჩენილიყო, ამიტომ არ მორჩა. თუ არ არის ბარონის თამაში, მაშინ შეიძლება სკარლეტი ყავდეს თქო, მაგრამ ლუკასგან გადმოსახედიდან ლუკა არ მოკვდა. ლუკა Poison-ში იყო, ამიტომ სკარლეტი არ ჩარჩერებთ, ამ Poison-ი ჩანს, ამიტომ წითელი არ უნდა ვიყო. შეფის ერთი არის თუ შეფის 0-ია, უბრალოდ ეგ უნდა გავიგოთ რაღაც ინფორმაციებით. ჩემთვის ღვინე მიჯდება უფრო Spy-ით, ჯერჯერობით და წამალა ბუთას ამათან გუნდს. ძალიან კარგად არიან ერთად შეკულები, თუ შეფის ერთია, თუ შეფის ერთი არ არის. ჯერჯერობით არ ვიცი და შეიძლება რეგულსიც არ არის რეგულსი. გიორგი ღვინე არის პოტენციური ბოროტის საიდან. ემპათის 2 აქვს აფცის რომელიც შეფათით ითხრება და პლუს მაგას ინვესტიგატორი ითხრება ინვესტიგატორად და ინვესტიგატორის პინგშია. მოუჩი. ხო, არ ვიცი, ან Poison-ი უნდა იყოს თამაში, არ ვიცი, მე ვერ ვხსნი მაგას თუ შეფათ რა მოითხარა აფცი, სავარაუდოდ შეიძლება Poison-ში იყოს. თუ Poison-ის განვიხილავთ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ Spy-ის თამაშია და კი ვიცით, ვინც არის Spy და მეორე, არ ვიცი, ბარონის თამაშზე Saint-ი ვინ არის, წარმოდგენა არ მაქვს, რეკლუსი და ბატლერი ვიცით და თუ ბატლერის ბარონის თამაში თუ არ არის, მაშინ მიჯდება მეორე Poison-ერი და შეიძლება ის Undertaker-ი Poison-ში ყოფილიყო.
მეგობრებო, თუ 4 ხელი აიწია, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დალაიქეთ ვიდეო. მადლობა. მე 5 ლუკა ახალი დაანომინირეთ და შეუყვება. მე ვანომინირებ ლუკა ახალს და უწევს ყველა ერთად. მაკო. ხო, Fortune Teller-ის კია. თან პოტენციურად რო შევხედოთ ესე თამაშს რა, ლუკა ახალისთვის თამაში მინიონი უნდა იყო, ანუ სკარლეტი მინიონი არ უნდა უჯდებოდეს. ფაის თამაში ყველა დარწმუნებული ვართ, რა დიდი მიზეზების და გამო და გუშინ ლუკამ თავისი თავი დაინომინირა ვირჯინმა და არაფერს და ან უნდა იყოს გაფოიზონებული, ან უნდა იყოს ბრანცი, ანუ ორი მინიონი უნდა უჯდებოდეს ბარონსა და პოიზონერს შორის და აფცის მაინც ცდილობდა რომ დემონად ჩაეშვა და სკარლეტი მოეძებნა რა, მივჭოთ, ეგრე არ უნდა იფიქრო. დემოში შენ, ანუ მინიონში შენ ჩამოყალიბებული უნდა იყო და როცა არ ხარ, მგონია რომ უბრალოდ თამაშის არევას ვცდილობ. დავამატე. დავამატე. რატომღაც რაღაც ესეთი ეჭვი მაქვს, რომ შეიძლება მე ძალიან სისულელე იყოს, რომ ლუკა ახალი რაღაც მომენტში მერად გაიხსნა. კარგია. ლუკა ახალი გისმენთ. მეგობრებო, მე ვარ. აი, მაკოს გავცემ პასუხს. ძალიან მარტივია მაგაზე პასუხის გაცემა. იქნებ მე დრანკი ვარ და ერთ-ერთი აუცილებლად მხოლოდ კეთილი. მაგასაც არ განიხილავ. როგორ არა ჩდება ეგეც. მე ვინდა რომ ყველაფერი ჩავსო, worst case სცენარიო უნდა გამიხსოვს, სადაც მართლა სკარლეტი არის თამაში. ისე პირდაპირ გეტყვით. სამი აუთსაიდერი იხსნება ლუკა. სამი აუთსაიდერი ხსნა, მაგედან ორი რობოტი იყოს და მე დრანკი არ შეიძლება? შეიძლება. პირდაპირ გეტყვით რომ ბარონის თამაში არ მგონია. მგონია რომ პოიზონერი კაც და ეხლა მგონია რომ Undertaker-ი ან Fortune Teller-იან დაპოიზონებული. მე ხარ უნდა გავიდე აუცილებლად 8-ი ვართ. მე ბოლო 5-ში და 3-ში არ გამიშვათ. იმიტომ რომ გამაწესებენ თავისუფლად. ჯობი ახლა გავიდე. თუ ლუკა ჩამოახჩევენ, გავიწევთ. ბორდოქს ჩამოწე ხედ. არ მგონია სხვა ნომინაციას არ გქონდეს. ლუკა, მაგზანა იცბავ. ჩამოგახჩეთ და თავიზით. ის რაღაცა ინტერესი გაჩნდა თამაში. მაკომ ძალიან მაგა შეუტია. კი, თურმე მაშინ შავ-თეთრი კიდე უფრო მაგარი ყოფილა. მაგით გაიეს თამაში, და არის აგზავნებს თამაში და შანსი გაქვს ამასაც. ხო და ისე გიორგიჩი ძალიან აშკარად გაწითლებული ყოფთ. ხო, ჯერჯერობით წამალა ამ რაუნდში ძალიან სერიოზულად აატრიალეს მაგიდები, იმიტომ რომ ერთი გააგდეს და მეორე დაანომინირეს რავი. კი და თან ერთადერთი ნათელი წეთლებისთვის არის რომ წამალა Fortune Teller-ის არაში იყო. და თან რიც რა არის? ხო, ანუ არაში იყო ერთი და მაგრამ მეორეს რო ახლა აქ ძალიან აშკარად გაწითლებული ლუკას ხმა არ მისცა. ხო, ეგ უნდა გაიგეთებინა, უნდა ეწია. წენასწორია. მაგრამ უეჭველი გავწირავდი კაცო. კი, ხშირად გადიან ერთად და ხო თან ანუ იციან რომ დიდხანს ლაპარაკობდნენ ეგორი და დავიჯერო ახლა იმას რომ შეხედავდნენ ამ ასე გამოსვლილი მოთამაშეები რომ ხმარ მიუცია, არ ვიცი რა. ხო, საინტერესო წესით. აგვირდებიან ხოლმე ხმებს. თან ანუ რაც არ უნდა ყოფილიყო ორივე შემთხვევაში მის კაც გააგდებდნენ. ახლა ხო, ანუ უნდა მიეცა რომელიმესთვის ხმა. ეხლა ძალიან ძლიერი გუნდია ლურჯების. ნახე, Fortune Teller იყავს. ფრიზერი იქნება სულ. ეხლა თუ არ მოყდა. Undertaker იყავს, ფრიზერი იქნება სულ. ორივეს ვერ მოკლავს. ან ერთს და მოკლავს. Undertaker-ს თუ დიდი ალბათობით ახლა Fortune Teller-ი უფრო ფრიზელი Fortune Teller-ი უფრო საფათო უნდა იყოს წესით მისთვის ვიდრე Undertaker-ი, იმიტომ რომ Undertaker-ი პოსტფაქტუმ ამბობს რაღაცეებს და მან წინასწარ იცის რაღაცა. კი, აქ არის ორი ლოგიკა რა. გააჩნია, ყურე. Fortune Teller-ი არის შანსი რომ აღარ გადაამოწმოს წამალა. მაგრამ რომ აღარ გადაამოწმოს წამალა, კი ხო უნდა უთხრათ ვინმეზე. ამიტომ პროფესორი იქნება შეიძლება კაი იყოს ან ცუდი. მაგრამ Undertaker-ი მაგრამ მაგის რეთერინგი ხო გვამგდარია. გვარია, მას აღარ დაამოწმებს. ამიტომ Fortune Teller-ს ყველაზე არ აუთხარით. ძალიან დაიბნევა. ალბათ. მეორე მხრივ Undertaker-ი ხა თხრის Poisoners. თუ არ მოკლა. იგებს რომ Poisoner იყო, ამ ძალიან მნიშვნელოვანია. მაგით ვკითხოთ. ვის კლავს? ის არ ვიყოთ. და მე იქით ყავს Raven Keeper, რომელსაც ვეღარ მოკლავს, აღარ აწყობს მოკლა. იმიტომ რომ ვერ მოწამლავენ და სიმართლეს გაიგებს და მერს ვერ მოკლავს ალბათ აგერვარ ფედაშენ და აქამდე ხან არ მოკლეს, არ მივცეთ უფლებას რომ ეგ მარტივად ახლა მე მოკლა. მე რას ვაკეთებ თუ თქვენ რასაც გააკეთებთ. ახლა უნდა ქნა Poisoner-ის გარეშე. ოღონდ როლები დაგჭათ მო. დამრჩა Fortune Teller-ი. გამიკვირდა გიორგის რო არ მიეცი ხმა გავარდნაზე. ჰა? გამიკვირდა რომელიმეს რო არ მიეცი ხმა გავარდნაზე თქო, ანუ ორივე შენიანი ვარდებოდა უეჭველი.
ხოდა. ხო, ახლა მინდია ყავს რომელიც ამოწყის პოიზონერსა. მინდია აზრი არ აქვს, მინდიას მოკლავს ბუთა. ჩვენ უნდა ვიმედოვნოთ, რომ ბუთამ უკვე გადამამოწმა. მაგრამ თან თუ არ გადამამოწმა, კი რომ მიიღოს მაინც სეინტივა და ოკეია რაღაც კონჩი. მე რომ ვესროლო მერს. მე რომ მერს ვესროლო რა მოხდება. შენ თუ მოკლავ Raven Keepers, მან ყველაფერი დასრულდება. დავაი. როგორი საათია? ეს მე რომ მერს ვესროლო? მე და გადავიხლოთ მე და ბექა და გადავწყვეტ. ჩემი აზრით storyteller-ის თვალებიდან მერისთვის რო ესროლათ ახლა Raven Keeper არ უნდა მოეკლათ. მე კონტენტზე მუშაობ. და არა აი, ვესვრი მერს და ნახოთ რა იქნება. კაი, მადლობა საგონებლისთვის. მაგრამ ანუ რა არის იცი? შეიძლება save choice-ი გაეკეთებინა და მოეკლა ორი ისეთი მნიშვნელოვანი მოთამაშე, რომელიც უეჭველი მოგდებოდა, ხო? ანუ იტყოდა Fortune Tellers აღარ იქნებოდა, იტყოდა Undertakers აღარ იქნებოდა. ხა მერი. ხო და ითამაშა მაქსიმუმისთვის, მაგ მაქსიმუმზე თუ არ შეუნებით, რა უნდა მიჩვენოთ მინიმუმი და რეკრუტი უნდა მოკლათ ჩემი აზრით. ხა ვიყურებ. მინიმუმი რა არის, იცი? რაც მან თქვა. თამაში მორჩება. Raven Keeper-ი რომ მოკლათ. Raven Keeper-ს მოკლავთ და გააქტიურდება Raven Keeper-ის უნარი, გაიღვიძებს და ნებისმიერ ზოლს გაიგებს. კი ბატონო, ეგრევე მაშინ პოროტება ჩვენი მხრიდან. კაი, Raven Keeper-ი მოკლათ. მაგრამ არის შანსი ძალიან მალე მორჩის რა თამაში. ხო, ისე მაგიტომ ამბობ რომ რეკრუტი არის save choice-ი რა. კი რა, კაი, სწორი უფრო არის, იმიტომ რომ მოკლავთ რეკრუტს და რეკრუტი ამათ თვაში სხვა წითელია და ამით გადუჯდება უფრო და უფრო აწყობ ურჯებს ისედაც. დავტოვეთ კაი როლებს თამაში და ნახოთ აბა კაი როლების ბეთლში ან ვინც ძლიერი იქნება. ალბათ რა, იმიტომ რომ მაგრამ ჩვენ გავუშიფრებით ახლა, მაგრამ ჩვენ ხო ისე რაღაც ასიფრულები ვარ. შედაფას. მეორე მხრივ, Raven Keeper-ი მოკლათ შეიძლება არც დაიჯერონ და თუ გჯერათო Spice თამაშია, რატომ მოკვდა Raven Keeper-ი ვიკითხავენ რა. და ალბათ მოწამდეს და ისე მოკლესო და ეგეც მანდაც შეიძლება წავიდეს მათ ჩვენ. მოკლათ თომა. ხო რა, ანუ ჯობია რომ ჩვენი როლი იყოს მინიმალური და მასე იქნება თუ რეკრუტი მოკვდა. კი, თვითონ აწყვეტო მე. მაგრამ რას მოხდება? რატო ეს რომ მერს ანუ რა ეგონა, მერს ხარ მოკლავთ. და ვისი ავისხლიტავდით, თვითონ მოეკლა ის. ანუ ანუ რეალურად შეიძლება ერთია ორი პერსონაჟი, რომელიც სიკვდილის ნებისმიერ შემთხვევაში აწყობს. ან საკუთრებით Fortune Teller-ის, რომელსაც შეუძლია კიდევ ერთხელ გადამოწმოს და ამჯერად აღარ მოვატყუებთ. უყურე, Poison-ი არ ყავდეს. არ ყოლოდათ. მე შეიძლება მოგვიყლა კიდეც ახლა რა, ალბათ მას ხა ვეგონა, მაგრამ რადგან Poison-ი ყავს და მე იცი ვინ არის და არ ყლავ ამდენი ხანი, ახლა არ იმსახურებს რომ მოგდეს რა. და თან ისა რა, წესით უკვე Fortune Teller-მაც უნდა იცოდეს რომ აქამდე მოწამული იყო რა, მან წესს. კი და თან მერობა ახლა ანუ კარგად მალავს რა თავის მერობას და არ იმსახურებს რომ ეთქვა ხამაღლა მერი გვარო კიდე ხო მალავს იმ ასე რომ იმსახურებს რომ ერთხელ მაინც თავის მომნარმა გადარჩენოს. გამარჯობა მესაფლავე, მოკლედ შეგიძლია ბოლო მიცვალებული ამოთხარო და მისის გაიგო ან და კი უკვე ამოთხრილია ფაქტობრივად და გეტყვით ვინც იყო Poison-ერი იყო რა. იცი რა არ მომწონს, ეხლა Poison-ერი თუ გდება აშკარაა რომ ანუ Undertaker ანუ ისე მოხდა რომ გავიყან ძალით რა ჩემ დაუნებურად Undertaker იცის ყველა მოვარდა. თუ Poison-ერი გდება მე რატო არ გდება? კაი კითხვა. მაგრამ კიდე კითხვა. საინტერესოა. სამი ადამიანი მოთხარი ხო? ხო. შენი აზრით რამდენი იყო სწორი? ამ სამიდან ჩემი აზრით ერთი იყო სწორი. ეს იყო ბუზუ იყო მარტო სწორი. აფცე შეიძლება მართლა ბოროტად ჩამოახშეთ ან ლუკა პირიქით კეთილად ჩამოახშეთ, პროსტა წითლად თქვი რა. ეგეც არის ვარიანტი. ანუ ერთი ვარიანტია კიდე, ანუ შენ რო იყო Poison-ერი, ვის მოწამლავდი, Undertaker-ს მოწამლავდი თუ გააჩნია ვინ არის თვითონ Poison-ერი, რომელ როლს იბრალებს Poison-ერი რა. ბოროტების თიმს ნენელა ვალაგებ, ჯერ ბევრნი ვარ და ასევე დავალაგებ ინფორმაციები და დავალაგებ. დიდალბადობით Poison-ში მე ვარ ის ვახო ის ვიდეო მახსენდება Undertaker-ი ვიყავი და სულ Poison-ში ვიყავი და სულ არასწორი ოთხები მქონდა. ხო გახსოვს? ეგ მახსენდება, ხა უეჭველი Poison-ში ვარ რა. შეიძლება ლუკა კეთილი იყო, ჩემი აზრით. თუ ბოროტია მოგდებოდი დიდი ალბათობით რა. იმიტომ რომ რავი, ბოროტი გდება და ასე Undertaker-ს ათხრევინებენ სანიტო. ხო. იმიტომ რომ იციან თითქოს. გასაგებია შენი აზრი, მე ნახავთ ბოლოს გავიგებთ.
ამდენი იყოს. ნახოთ. ბოლოსკენ უფრო გადავწყვეტ როგორ იქნება, კაი, მადლობა. ყველა სწორია ჩემო მინდია, მაგრამ overthinking-ი და ასე შეცდომა შეყვანილი სოფი Undertaker-ი კარგი რამეა თამაშისთვის, იმიტომ რომ ანუ მართლა ხა ჩვენ ყველაფერი ვიცით და ჩვენი გადმოსახედიდან მარტივი ახლა იმის გათვლა რომ მერს დაუმიზნა იმან დემონმა და ჩვენ მერი გადავარჩინეთ ძნელია მართლა ხო და მაგრამ ანუ მაინც არ არის სახსახა რომ დემონი უეჭველი იმას აიგებდა Undertaker-ს თავის არჩევანი რო ქონდა ფორტუნდელერის როცხალია რა. საინტერესოა რომ ორი აი ჯერ ბატლერი მოკლა, ეხლა ეკლუს და ძალიან გადავა. სალამი გუთა გისმენთ. ვაიმე. მინდია ვინე. გიორგი ვინე და მინდია ეს რა. არა. 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 გასაგებია, შევწდე, კაი. აჰა, მინ ბუთა. ხო. გასპიკო. ილია წითელ თომაში არის ერთ-ერთი, მაგრამ მაკოს დაუჯერე და ეს გადამოწმება გავაკეთე, თუმცა ილია მინდოდა გადამემოწმებინა. და შენი აზრით რამდენად ჯამთელი იყავი, როცა ჩვენგან პასუხებს ითხოვდი აქამდე? არ ვიცი. ჯერჯერობით ვფიქრობ, სად შეიძლება ყოფილიყავი და უპრიზონებული, სად არა. თუ დაუჯერებ იმ ყველაფერს, ჯერჯერობით ჯანმრთელი უნდა ყოფილიყავი დღევანდელ დღემდე. შენ სულები ვართ, შენ მათო სამარახო მოხდორე. კარგი, ავატარმატები. ვილოცებ თქვენთვის მე. კაი, 69 ხალი ილოცებ. კაი, წავალთ ახლა შენ გაბოწყადე რომ მოკლედ ჯანტაი, ანუ მოწამლულ ფორტუნტელერს წელი თამაში გონია რომ ჯამთელად არის და ჯამთელ Undertaker-ს გონია რომ მოწამლულია მთელი თამაში. საკაი, გვაწყობს დაიძაბება. წარმოდგენა არ მაქვს რა შეიძლება მოხდეს. კი, ახლა გავიგებთ ამ ეს დღე შეიძლება გადამწყვეტი იყოს, წავით. მოკლედ მეგობრებო, თომას გმირულად დაცემა უნდა შეგატყობინოთ ბრძოლის-ველზე. გვინე რამდენი გაგვინე? მალე, კაი. ოდა ეხა ნახე. 3 არა 0. მაინც ორივე წითელია, აიკი. მინდა. წამავა გვინე გუნდი და მესამეს ვაწე. ანუ მინდია გეგა არა. პირველი დღის მინდია გეგა არა. მერე აფსი ლუკა კი ბატონო. მინდია წამალა არა და მინდია ვორტოქსი არა, ხო? ღვინე რა ვორტოქსი? ეხლა ვინ გადაამოწმა? ღვინე. რატო ღვინე? ღვინე არ მითხარი? ვორტოქსი გითხარი, სტარპასი თუ გააკეთა, ეგ უნდა გაგვეგო. კაი. ვერ მივხვდი. ხო, სტარპასი გააკეთა. შეიძლება შემოწმება მინდოდა მე. კაი, გემნები ხარ, რევენ კიფერს წუძგე. უეჭველე გორე, ვაცა პოიზონერი ცოცხალი არა და შენ და ბუთას შაქსოვენ და მეციას პროცები. მინდიამ რო პოიზონერად გნახავ? უი? დაიგე და პოიზონი ხარ მინდიას აქ მოხვედრილი. როგორ არა, კაცო, პოიზონი აქ მინდიას მოხვედრილი. შენთან ყველაფერი კარგად არის, ხო? უეჭა, რევენ კიფერს წუძგე მინდი. დავიჭე. პოსტივიზე შემოვედი. შენზე ბარემ ბოლომდე მითხარი ა? ჩემზე რა გითხრა? მე შენ და ღვინე რო დავჭეთ ბოლო სამში? მე ეგ მინდა რა. მე და ორი სპაისპინგი ვიქნებით და მარტივად. პოიზონერი არ იქნება და წესი ხო რავი, ეხლა თქვენ ორში იმპი და პოიზონერი ერთად ვერ იქნება გამორჩა. ჩუბათ ვაწვდი და ბოლოს სამირა ჩვენ ვიყავ. მეგობრებო, მე მგონი უკვე დროა რომ ასე თუ ისე ფაის თამაში მე მგონი დადასტურდა და ან რაღაცა ინფოები გამოიტანეთ, არაფერი ინფოები არ არის ქალაქში ესე მასიურად. ნუჟოშკავთ. კაი ბიჭო. ახლა მაქვს 0, ხო და მე მგონი ჩემი ჩამოხრჩობის დროა. არა. არის მინდია უნდა ჩამოიხშოს უეჭველი.
თემა რა არის, ვერ გავიგე. მე მგონია რომ იმიტომ არ მახსოვენ რომ რაღაცა საერთოდ ვერ დავალაგო ვერაფერი. მე 2 რომ მივიღე, მაშინვე უკვე ავირიე, იმიტომ რომ 2-ს თუ ვღებულობდი, წესით მე უნდა მომკვდარიყავი, გამით მინდიას უნდა მოვეკალი, გამით მე. ხო და ვერ გავიგე რა, რატო არ ვკვდები. მე გეტყვი, მაგო. მოკლედ, Undertaker-მა რა ამოთხარა ხალხო, ეგ ინფორმაცია მინდა, დრანკი თუ ვირჯენი. ერთი კითხვა მაქვს, Undertaker-ი ვინ არის? Undertaker-ი არ გვყავს ბიჭო, მე გადავებით? მე ვარ Undertaker-ი. მე ვერ მოვასწარი ლაპარაკი და რატო არ გამოგაგვცხოვს ინფორმაცია, არ ვიცი, მაგრამ ოკეი. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია რაღაცის გადასაწყვეტად. Fortune Teller-ის ინფორმაციებს გეტყვით. პირველი დღე იყო გეგა მინდია არა, მეორე დღე არის აფცი ლუკა ახალი კი. მერე არის მინდია წამალა არა და დღეს არის მინდია გიორგი ღვინი არა. ოღონდ მე შევუთანხმდი რომ გიორგი ვორტოქსი უნდა გადაემოწმებინა რომ სტარპასი განგვეხილა. მაგრამ სამწუხაროდ არასწორად გაიგო. თუმცა თუ სტარპას განვეხილავთ გიორგი ვორტოქსისას ერთი ის ვიცით რომ სპაის პინგებში არც ერთში არ არის ჩასტარპასებული. ან Fortune Teller-ი არის პერმა პოიზონში. მაკოს დავამატებ არემ რომ თუ შეფისერს ვენდობით, რავი. გვერდით ილია ყავს მაგ ბატლერს, სხვაგან სად გადახდებოდა. მე მინდა Fortune Teller-ი ვიცოდო ვინ არო დავანომინე. არც ერთ Fortune Teller-ს არ ვენდობი არც ერთ თამაში, მით უმეტეს ესეთ პინგებით. მე ვარ Fortune Teller-ი. ხო და მაშინ შენ უნდა გახვიდე. აი მინდიაში და გიორგი ღვინიაში მაქსიმუმ სპაი არის ისევ და ცოტა ხანს შევეშოდი ალბათ თუ სტარპას მართლა მაკოში არ განვიხილავთ ან გიორგი ვორტოქსიაც ძალიან საეჭვოა. ილია გეგა და მინდია შეფის ერთი ძალიან კარგად შდება თუ მინდია არის სპაი. რავი არ ვიცი რა უნდა ვთქვა არაფერი არ ვიცი კარგად იყო. ნომინაციები ღია გენაცვალეს. ილიას ვანომინირებ. იბატო. მინდია ისმეთ. დავშავთ, უნდი დავშავთ. გიორგი ღვინე ინვესტიგეიტორის პინგშია, რომელიც მგონია თუ პოიზონერია თამაში, ქათა გიორგი ღვინი არის ფოროტი. შევეშვათ სპაი არ არის მაგ შემთხვევაში და რატომ? პოიზონი მოხდებოდა იმპის მეზობელს. კლასიკურად ჩვეულებრივად. და შეფის ერთი არის გიორგი ვორტოქსი და ილია და ბარონის თამაში არ გვაქვს დრანკის არ ყავს პოტენციურად ვიცახი და რავი ხა ანუ რავი აქ გრიმუარზე რავი ჩვენ არ ვიხჩობით სპაის პინგში ვართ და რავი ილია მჩება გეგას ვენდობი ჯერჯერობით ილია მჩება ერთ-ერთი კანდიდატი მისმა ჩამოვხდა ილია ნახე შეფის ერთით მისვავ რა ჯერ ერთი შეხედე და თიმში მისვავ ის გიორგი ვორტოქს და მეორეს ან შენზიხარ ჩემთან და ვინ ჩამისვი მეორე ეგეც ვერ დავიმახსოვრე იმიტომ თივიც ვერ ავაწმე იმიქი თავდაცვას დავამატებ რა თავდაცვას დავამატებ იმას აზრი არ აქვს შეფის ერთით მაინც უნდა შევამიტიოთ და სპაის პინგები დატოვეთ იქ წამალა რო უკეთესი გასულა აი გარდა და იქ წამალა და ბუთა უფრო შეფის ერთში კარგად ჯდება როცა მინდია თუ სპაია რა ჩემი აზრით ფორტუნას არებია მარტო ერთი კი ქონდა, რავი, საიდან გამოვიტანა ეგ ინფორმაცია არ ვიცით. მე ფორტუნად გავიხსენი თავი ამგვარად, იმიტომ რომ პირველი ქოლი რეკლუსთან მქონდა და მეთქი ფორტუნა ვიქნები, შენში კი მექნება და მე არებით გავიპრავე მეთქი, იმიტომ რომ მე რეივენ კიფერი ვარ. რეივენ კიფერია, კარგი ბლეფია, ეხლა უფრო უნდა ჩავაბახჭოთ, ხელები რატო არ ემატება, მომწონს. მაგრამ ჩემი აზრით მინდია წამალა და ბუთა არის თიმი, სადაც ეს ფაისპინგის სწორი იყო. აი დავამატო იმას, ეგ სამყარო არ ჯდება იცი რატო? მე მაშინ ჩემი ვირჯინობა არავინ იცოდა. პოიზონი მე გამარტყეს, აი არსაიდან. მე მაინც სპაის თამაში მიჯდება რა და არ მგონია პირველი ბუზუ დაეპოიზონებინა ვორტოქსის გვერდით რა პოიზონს. მე ვანომინირებ მინდიას მაინც. თუ კი შესაძლებელია ეხა ხამით სტარპასი მოხდეს, აუცილებლად მინდიაში მოხდება სტარპასი, იმიტომ რომ რასაც ვხედავ, ორ წითელზე მეტი არ უნდა იყოს რა. ხო და უბრალოდ აი შეფად რო მოითხარა აფცი მაგას ვერ ვსვამ ერთადერთი დანარჩენი აფცი ჩემთვის წითლად იყო და მინდია უბრალოდ არ მირეგისტრირდება არავით. მინდია მე თუ არ გერეგისტრირდები მინიმუმ წამალა მაინც გაგიზრდება ჩემ გუნდში რა ისე ანუ სესიალ ორთოდოქსიურად რა როგორ გაყვეთ და იმაზე მაინც მიიღებდი ეს რა ჩემი წამალ ყველაზე ეჭვი მაქვს აბსოლუტურად არც ერთთან არ ვთამაშობ გუნდში
ანუ რავი, აფსი ყავს ერთი ბოროტი, მეორე მე ყავარ და მესამე ვინ გიждდება მაშინ. გეგალბუთა? არ ვიცი, ნებისმიერ შეიძლება იყოს. მე თუ სპაი ვარ, მაშინ შენი ინფორმაციებით, თუ ენდობი შენი ინფორმაციებს ერთი ბოროტი გასულია, მეორე მე ვარ და ბუთა და გეგა გრჩება. ილიას თუ იცავი ხა. სერიოზული საუბარი იყო? არ არის. კაი. ილია ხარ დემონი თუ არა ხარ? არა, ილია წითელი ბიჭო, არა. ილია ნომინირებს წამა. ილია წითელია ბიჭო, წაწერი რაღაც. წითელი მაწერია მართალი. ილია ნომინირებს. კისმეთილია. არ ვიცი, თიმში ნახე ფორტუნ თელერი თქვა წამალა, არ ვიცი. მეორე ვარიანტია რომ ან სეინცია, იმიტომ რომ სეინცის შემოძლება იყო და სეინცი ამას და გიგას შორის ჭდება, თუ სპაის თამაშია, მოდი მივყვეთ მაგას. ეგ ერთი. მეორე ფორტუნ თელერია, რომელსაც პირველ დღეს კი ქონდა მაგის ორივე კი გასული და იმის მერე მარტო არები აქვს რა. და სპაის პინგებს ამოწევს გამწარებული, იმიტომ რომ სპაისის სტარტპასი მოხდებაო და სადაც სპაის სპინგები ყავს გასაყრელი, მე გამაგდეთ. ას ფორტუნ თელერს საყავა გადამოწმებული მე მაგდებ და ჩემი აზრით, ჩემთვის თიმი ჭდება მინდია, ბუთა, წამალა. მე რა ვიცი, აქ მერის კლეიმებიც იყო, მე რო გაიხსება დამიღამეთო, რავი, მედი არ დაუღამეთ. და ეხლა მე გამიშვით, იმიტომ მაინც ევენ კიფერი ვისაც უნდა სპაის თამაში. თავი ჩვენ და გვიღამდეს ახლა. აბა წამალ. ხო, მე ვარ ფორტუნ თელერი, თუ გინდა გამაგდეთ. არა არის ეს. ჩატ. კაი, ილია ჩამოვახჩეთ და ეგ არის. ბიჭო, ანუ რეალურად ერთადერთი ისეთი მოთამაშე მოკლეს თავისიანებიდან, რომლის სიკვდილით შეიძლება რაღაცაში გამოადგეთ, ანუ მაგაში გაუმართლათ ახლა რა. და სხვა მხრივ არ ვიცი, ისიც გაიგებს ალბათ წამალა ჩვენგან რომ მერზესროლას აზრი არ აქვს. და ალბათ დიდი ალბათობით ფორტუნ ტელერს მოკლავს ალბათ, არ ვიცი. მე მაინტერესებს ამ ორ შორის ვინ საერთოდ რა. ჩემი მერი რო ხა მოუკლათ. მაინც არ აწუხს, ეს მერი ხა სანდო არ არის. ჩუმად არის თავისთვის ეჭვი არის მერობას იბრალებს უბრალოდ ართა დემონია და მერი სიცოცხლე უფრო კაი შეიძლება იყოს მისთვის. არ ენდონ მერში არ ენდონ რა ბოლოს. ანუ მას თავიდანვე გამიკვირდა, იმიტომ რომ აშკარად ორი ისყავდა ამოშარჩევი, ვისაც, მაგრამ მეორე ის არის რომ ბუთაც ვიღაცის იმგენში გაშავდა. ხო. ვიღაცის ეჭვებში გაშავდა და ინდია ხო ისედაც ისაა რა, სანახევროდ უკვე წითელია ყველას თვალში, ანუ მაქრივად შეიძლება იყოს რა საფიქრალი, ხის თუ არა საერთოდ მაგორიდან რომელიმეს მოგლა. ბოლოს საინტერესო ამბავია, მაგრამ ვიღაცა ხომ უნდა მოკლას, ეგეც ფაქტია. შენ რო იყო ის მოკლავს? მე Undertaker-ს მოკლავდი, იმიტომ რომ Fortune Teller მოწამული იყო მთელი თამაში, რა ფასი აქვს მაგის ინფორმაციას. ხო, რაღაც მომენტში Fortune-ს ამდობ. მე შეიძლება იცი? მაგრამ ძალიან საერთოდ Spyro მოკლას. ხო, პროსტა ხო, მინდია და აქამდე მოახერხა ის რომ მისი სპაი უფრო ნაკლებად გაწითლებულია ვიდრე სხვა პერსონაჟები და ახლა მაგის მოკლას ჯუტად გააგზავნებს მერის მოკლას და აბა წამალ როგორ მოგეჭონა მე მერის დამძალავი პროცესია უნდა მომხდარიყო წესიც მე წეგვითი ეხლა რა ხდება ბუთა რომ მოკვდეს და სტარტპასი განიხილონ გიორგი ღვინეში, აი რამდენად შესაძლებელია. გეგასიც ნაკლებად ჯერა ხალხს რეალურად, მაგრამ მე სეინც ვერ დავიბრალებ, იმიტომ რომ ბარონი არავინ არ დაიჭერეს რომ ბარონის თამაში არის. და გავყვერო ვარ ვოშერ ვუმენი ალბათ და დავინახე გიორგი ღვინე. იდეა ვისკლა არ ვიცი ვისკლა. მინდია სიკვდილი. მინდია სიკვდილი უფრო დამაბნეველი იქნება მე მგონი. და მე მოკვალ ბუთას. მინდია თუ ბუთა. ისო ორივე წინააღმდეგ იყო ეჭვები თამაშის დროს. მინდია გიორგი ღვინე უფრო გაწითლდა და მინდია მოკლათ და მე მოკლათ ღვინე. ღვინე კი არა, მინდია მოკლათ და მე მოკლათ ბუთა. აჰა.
არ ვიცი. კაი. ოკეი. მას არ უშავდა. მე ზუსტად რა ვთქვი, მე მგონი ისე მოხდა, რომ თელი თამაში მოწამლული Fortune Teller-ის მოკლას, Undertaker-ის მოკლა ჯობინა. კი, არ მიჭერა. კიდე ცოცხალი ხარ მეთან. Twisted. კაი, მინდო გეგა. ჩემი პირველი გადამოწვევა. არა. ბევრჯერ გავიმეორე, პასუხი და არა. არა. მადლობა. ესა დაიჯეროს, მოგებული თამაში. მეგობრებო, მინდიას მომშვიდობებით ამჯერად. რაგა გიორგი ღვინე. ისევ 0 მაქვს. კაი, მეგობრებო. ბარემ თუ აღამებ თქვათ და არ გავწელოთ. გავწიოთ ხელი ცოცხლება თუ აღამებ. მე ვაღამებ. ცოცხლება ხელი აწიეთ თუ აღამებთ. წამალ აღამებ თუ არა. ბუთა და გეგა რო თიმში იყოს, დღევანდელი გადამოწმებით მით უმეტეს. შეიძლება, მაგრამ გეგა და ღვინე როგორ არის ერთ თიმში, მაგას ვერ ხვდები მე პირადად. როგორ ვაღამებ? ოკეი. აი დააღამე. ეხლა მაინტერესებს ვისკენ ხარ? მე ყოველთვის წეთილი ხალხისკენ ვარ, მაგრამ ისედაც ხო საინტერესოა, როცა ისინი იგებენ, რომლებსაც არა აქვთ ინფორმაცია და ასე ვთქვათ, ის არაინფორმირებული უმრავლესობა როცა იგებს, ყოველთვის უფრო საინტერესოა. თან მით უმეტეს რაც მოკვდა მის მერე განსაკუთრებით მომწონს მაგორ თამაში და მაგიტოც მაგათ ხარესვა. კი. მე დასაწყისში ყოველთვის ბოროტების ყევარ, იმიტომ რომ თამაში ჩაიხლართვის. ხო და საკმარისად ჩაიხლართ, უერ ახლა ნებისმიერ საინტერესო გამო. არა, რაც არ უნდა მოხდეს თამაში შედგა და ასე რომ კარგად, რაც მინდა რეალურად მანდვართ, მაგრამ ეხლა ფიქრობ, რამდენიმე რაღაც შეიძლება. ერთია რომ ბუთა მოვკლა და მე და ღვინე გავძურეთ როგორმე. მეორეა რომ მოვკლა ღვინე და ქალაქი წავიდეს იმაზე რომ ბუთა და გეგა ერთ თემში არის. აბა, მომეძახა ის. თუ ეჭვი წავაგებთ, ეგ მესამე გამოვიდეს ხა? მე რო გეგას ვესროლო, ეხლა რასაკვირველია რომ კარგი არაფერი არ მოხდება ჩემთვის. რატო? რატო რა? ეხლა უფრო პლეიუსში ვარ ვიდრე მინუსში. შეიძლება მოვკლა. გეგა რა. არა, ეგ ჩემი აზრით უფრო ცუდ იქნება ჩემთვისაც გეგა რომ მოკვდეს, იმიტომ რომ ბუთა მე შემომიწევს მაკოს ძალიან ემდობა. კაი, ესაფი. მან წავაგებთ, ღვინე თუ ბუთა. აბა ვიფიქროთ ესა მესა გადის ესა. მე მოვკლავ. ღვინეს მოვკლავ რა. ვახ, კაი. კაი. ხო, იმიტომ რომ აშკარად რაღაცა იმაზე მეტი დაიჭირა, ვიდრე ანუ ეგრე მათ ცალკე. როგორ არის პრობლემა? თუ ბუთა და წამალ გეგა ერთმანეთს ენდობიან. მაშინ მერით მოიგებენ, არავის არ დანომინებენ, სამკაცში მოიგებენ მერით. არავის არ ჩამოახჩებენ. მაგრამ ბუთა რომ მოეკლა და ყოფილიყო ორი ბოროტი და ერთი მერი. რომც ენდობოდეს ის კტრებს ხო ხმები ყველასა ხმა. რომც ენდობოდნენ მერს, ხო? ადგებოდა ღვინე, თქო არ მჯერა. და ვანომინირებ გეგას. რადგან ამას არ ჯერა ეს ბოროტია. და ანომინებენ ღვინეს. ჩამოახჩებდნენ ღვინეს და მაშინ მოიგებდნენ ბოროტები, იმიტომ რომ დემონი დარჩა. ცოცხალი და მინიონი ჩამოახჩეს. ეგ ერთი ლოგიკა, რომელიც მომწონს მე. ეხლა შანსია ეს ერთმანეთს ენდობოდნენ და ხო დააღამო რა. და წამალა თუ ადგება და ანომინებს ერთ-ერთს, წამალაზე უფრო წავაეჭირო ეს. ამას არ ავარებინებთ. რაღაც ეგეთ. ბოლოსკენ ამ ეტაპზე შენიანის მოკლა არ ვიცი, ნახოთ. საინტერესოა. საინტერესოა. ვისაც მოგეწონათ ამას აქციები დაგვიდაიქეთ ვიდეო. ვისაც არ მოგეწონათ მე ვერ მოვიწონ რომ სპილგოს მაინც ვერ მოვიწონ ახლა. ხო არა რაღაცა მე არ ვიზამდი. მე ორი კაცი ერთ მერს რაღაცას უზამდით რა. არა მე წმინდა ხუმანურად გუნდის წევრი ხო. ერთხელ მოწამდეს, თავის გუნდელი მოწინა ვიდეოში მოწამლა. დემონი მოწამლა პოიზონერმა, რომ არავინ არ მოიყლა იმ ღამეს. ვერ წარმომიდგენია რომელიმე თამაშია ჩვათა ბერძენიშვილი ან ილოქარდავა რომ მოუკვდა ასე რომ. ოკეი. სალამი ბუთა.
არა, ვიცოდი რომ არ მომკლავდნენ, იმიტომ რომ აწითლებენ. მაგრამ მაინტერესებს ეხა ვინ კლეს. იმედია. კაი. მინდია წამალა. სულ ერთია რეალურად. კი? კი. ვაა. რა ვიცი თუ გუშტად უნდა იცოდეს წამალა. ამის ინფორმაცია არასწორი იყოს. მარტო ორი ვარიანტია. ერთი რომ დრანკია მთელი თამაში, თვალია მთელი თამაში, მაგრამ ძალიან ცოტა შანსია მაგის ინფორმაციებით და მეორე რომ ეხლა მოწამულია. ეხლა რომ მოწამული იყოს, მაშინ გეგა მოწამული პოიზონერი თამაში უნდა იყოს. პოიზონერი ცოცხალი უნდა ხავდეს, ხო? ხო, რავი. და თან პოიზონერია მოთხრილია, ხო თქვა იმან. მოთხრილია, მაშინ ის იტყვება. ძალიან ცოტა ჭირდება კვანძები რა. ანუ თუ რამე ლოგიკა ქონდა, ან სიმართლეს ვეუბნებით და მიხვდება რომ სიმართლეს ვეუბნებით, ან ყველაფერა საკამდე უფიქრია, არასწორია და თავიდან აქვს აფიქრილი და სიმართლე გითხრა თამაშის დაწყებიდან საათი და 2 საათ ნახევრის მერე ძალიან შემეზარებოდა თავიდან ფიქრი ყველაფერზე და გავიჯერებდი. კი. აბა, ბეკა, ვინ გამოგვაგდა? ხო, გვინეს რომ მშვიდობებით. აჰა, მაკო, არ ვარ წითელი. კაიხარ. აბა, მიხვდით როგორც იქ. დადამტოვა. დარჩით ბოლოს 3, ძალიან საინტერესო სამეული ჩემი აზრით. უცებ რაღაცა კომენტარს გავაკეთებ. წინა თამაშის დეჟავიუ არ გააქვთ? Fortune Teller-ი, მერი და დემონი, ანუ ზუსტად იგივე სამეულის და დემონი ისევ წამალა. ერთ ის მაინტერესს, წამალას და გეგას როლი მაინტერესს და მე რა ვიგებარ. არ ვიცი და არავინ არ მელაპარაკებოდა დღეს. ო გეგა მერი არის თანახმავა რომ მერობით დავამთავროთ თუ არა და წამალა გავუშვით. ოთა რა გადაამოწმა. მინდია წამალა კი. მინდო აღარ ამბობ ფაქტ მაგიდება. მე ვაღამებ თუ გნებავთ, თუ გინდათ წამალა გავუშვათ. ჩემს სულეთია. ორივე მაწოდი დავაღამოთ და. რა ჩემი აზრით ახლა დემონი ბუთა უფრო არის. ვიდრე გეგა წამალა. მეც მაწყობს დავამება და გეთახმებით. პოიზონერი არ არის ვაფშე თამაში, ანუ ნახეთ ბოლო 5 კაცში შევდივართ. მე აი 6 კაცში ბოდიში, მე ღვინე მინდია ერთ-ერთი სფაი და წამალა ბუთა. თქვენი თქმით თუ პოიზონერი არის თამაში წამალა ან ბუთა, ну ჩემი განმსახედან უფრო მაგ შემთხვევაში წამალა, იმიტომ რომ ბუთას პირველი ველაპარაკე და თავისუფლად ეგრევე მითხრა. ეხა თამაში უკვე წაგებული უნდა გქონდეს. ლუკა ჩემი აზრით გადის დემონად, იმიტომ რომ არც ბარონია თამაში და არც პოიზონერი. ორი აუთსაიდერი არის ვორტოქსი და თომა და იმიტომ ყვდებიან რომ ეხა წამალა სეინთობა მაგით გამარჯვეს და ნეშტემ დრანკობა ჩემი აზრით. ბუთას გადამოწევები სწორია, რავი. მე ვაღამ ერთადერთი შანსი სადაც მე პოიზონში არ ვარ და პოიზონერი არ არის რომ წამალაში მოხდა სტარფასი. ორი ვარიანტია, ერთი რომ თუ ბუთა ახლა არის წითელი, ბუთა და წამალა ორივე თუ წითლები არიან, მე ჩემთვის ღვინე გავიდა უეჭველი წითლად, აი უეჭველი წითლად. თუ ბუთაც წითელია და წამალაც წითელია, მაშინ ეგრევე მოიგებდნენ. შეიძლება რაღაც წამალა მიღადავა და ახლა გეგა მოწამლეს დაპოიზონეს, მაგრამ მაინც მოგებული. მაგას თუ მიჩნია ეგ არის, ეგ. გული ხონდა ეს ხელი მაინც წაგებული ხონდა ლურჯებს და წაეწავა ხონდა მე მერს უღამ. რომ მე სეინთი არ ვარ, სოლჯერი ვარ და არ ვარ უბრალოდ ყველა ადეგა. არა ფაქტობი სოლჯერი ვარ. სადაც მე მაინც გულწრფელობას დავყვები და არ მოვიტყუები რომ სეინთი ვარ, იმიტომ რომ ბოლოს რო სეინთი იხსნება სხვა რაღაცა წაგდებენ ხოლმე. მაინც ჩემი გაგდება გინდათ. ამას გარდა გეტყვით რომ ღვინე თუ წითლად განიხილავთ ყველა და მეც წითელი ვარ, რავი, ბუთა და გეგა ჩემ თიმში ნაკლებად არიან. ან ბუთა ჩემ თიმშია და გეგას ალურჯებს და მე მაწითლებს, ანუ ბუთა გამოდის მაგ შემთხვევაში დემონი. ეხა მე წითელი ვარ თუ ლურჯი ვარ, ორივე შემთხვევაში ტრაქში ვარ. ეს რა მომჭრათ. იყოს ტრაქს აღახატავთ თავზე. ხო. ჩემი განმსახედიდან ბუთა უფრო დემონია თუ გეგა უფრო დემონია არ ვიცი. მე არანაირი ინფორმაცია არ მივიღწევს რეალურად. გარდა ბუთას ფორტუნა. თამაშის ბოლო ნომინაციები ღია, გისმენთ. პოიზონერს თუ განიხილავთ, ამოთხრებს გეტყვით და დაალაგეთ. მე ვერ ვალაგებ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სამყარო შეიკრა ჩემ თავში და უკვე თავი ამტკივდა. ბუზუ ინვესტიგეიტორი, აფცი შეფი და ლუკა პოიზონერი. აჰა, აი, აუჩი. მე ვიყავი და პოიზონებული, ან ლუკა მართლა ბოლოდ იყო, მაგრამ არ მიჯდება ეგრე რა. პოიზონერი. ან მე ვარ დანკი და რაღაცა მჭირს, ხო? ანუ პოიზონერი თამაში იყო მაგ დროს.
პოიზონერად ვინ ჩამოვაქცეთ პოტენციალურად ვინ ჩამოვაქცეთ მაგის მერე ილია პასუხს გავცებრა მიდი ლუკა აი გიჩო პოიზონერად თუ გავედი ხო არ გამოვდივარ მე დემონი და სტარპასი ამ ფორტუნთადარის და წამალას ციცლები არიან და ხა პოიზონშია მე ამას ვიძახი ამდენი ხანი მიდის გააგრძელეთ ეხლა გამოვახცეთ ბუთა ნომინაცია გეგა ბუთა დემონია გეგა ხო არ არის ვაღამე სტარპასი რო ჩემში გაკეთდა ანუ ის ლუკა ახალი მინდიას სილურჯის თუ გჯერა უფრო მეტამჯერა უდრე გვინეს იგი წამალ შენ ხო საინთი ხარ არა სოლჯერი ვარ პროგრამი სოლჯ კაი რა ნიშნობა ბუთა ამბობს რომ არის ფორჩუნთელერი და აქვს კი შენზე მანამდე არაში ყავდი ანუ უეჭველი კი აქვს შენზე მე ვერ დავაპოიზონებდი იმიტომ რომ თუ წითელი ვარ დემონი უნდა ვიყო და თუ ბოროტია და არ დაანომინირო შენ თუ ლურჯი ხარ არ დაანომინირო არავინ 10 9 8 7 6 5 4 3 2 1 კარგი აუ გაირა არ ვიცი გეგას და ბუთა შორის არჩევა არ ვიცი შეიძლება გეგაროს კარლეტი იყოს მე სიმართლე რომ გითხრათ თინხვევს გიორგი გვინერო ბოროტი არის აი მიჭდება იმიტომ რომ მინდიას შუბლზე ეწერა რომ სპაი ანდერთეიქერი იყო მაგრამ მეც იცინოდა და ეხა გიორგი გვინერო მოკვდა და მე ლურჯი ვარ და ბუთას და გეგას ვალაგებ სხვა არ ვიცი ანუ რატომ უნდა მოკვდეს გიორგი გვინე და მე დამტოვეს მე არ მიჭდება შეიძლება გეგა არის და შევწდი მაგრამ რაღაც ხომ ვქნა რა ვიცი ბუთას თუგინა თუ დემონი არ ხარ ვიждები დებილიოს ბუთა კაი თავდაცვა ერთ ადამიანს პირველივე ზარიდან მივენდე და მასთან ერთად ვიტამაშე და ესაა ჩემი თავდაცვა ვინ იყო ეგ ადამიანი არ მეგობრე შაგაბაბადუბი აუ წავაგეთ ვანომირებ ამალას რაღაცას ვიტყვი არაციოთ ამას თუ ეხლა არის ვარიანტი სადაც გეგა ორ წითელთან ერთად ზის წამალამ დაგვინომინირა დემონი ეხლა ამაზე გათანაბრება ან გადაწონა არის ძალიან ცუდი რაღაცა ანუ მე მგონია რომ ეხლა ორივე ბოროტია გეგა პოიზონშია და წამალა რევერსი ფსიქოლოგია აი მკვდარი დაანომინირეთ გეგა მკვდარი დაანომინირეთ არა ბუთა დაანომინირებულია არ გამოდის არა ჩამოხრჩობა ბუთა გისმენთ უნდა გაათანაბრო ჩემი ინფორმაციით დემონი თუ არის წამალა მაგრამ მე გეგას მივენდე ვიცი მერია ბუღამე ერთ წავს ხალხო მე ავწევ ხელს და ვინმე მაკონტროლეთ დაბლა ხელები თუ გინდათ ნუ უღამებ გეუნებით რა ვიქარე აუ კაი დავუღამებ ეს ჯანდაბას აუ არ მინდა რომ კაი რა აუ რა შაი დავავ ეგა გათანაბრდა აუ რეტა ვიცოდე ხა აქ რა ხდება აუ თავიანთ კივდაზე გეგა საკუთარ თავს დაინომინირე ხო არა კაი ანუ სხვა გზა არ მაქვს უნდა დაღავ ვა ძალიან კარგი არა ფერი საკუთრებული არ ხდებოდა მეგობრებო ამ თამაში ძალიან მარტივი საყოველთაო თამაში გამოვიდა ყავდა ორი აუთსაიდერი აგერ ჩვენი ბატლერი და აგერ ჩვენი ეხლუსი ერთმანეთს უყურებდნენ შორიდან ჩუმად წყარად ჩვენი და ყავდა ადამიანი რომელსაც რატოღაც არ ჯეროდა თავის ინფორმაციების მაგრამ რა უნდოდა ამოთხარა ინვესტიგეიტორი ამოთხარა შეფი ამოთხარა პოიზონერი ყველა სწორი იყო რატო არ უნდოდა არ ჯეროდა არ ვიცი არც ერთხელ არ ყოფილა მოწამული ან შეფს არ ჯეროდა აი ბუზუს ჯეროდა თავის ინფორმაციის და ვართ არის იყო რა სპაი აი ნახე კაცმა და ანუ რატომაც არა ეგეც ხო სიმართლე ბუთამ გადაამოწმა მინდია და გეგა პირველ დღეს ხო და გაიგო სიმართლე მე ორჯერ მოწამდეს და გაიგო თავის რეთერგი გადამოწმა შეფი და მან გაიგო კი და მე გადამოწმა ერთხელ დემონი და გაიგო არა მაკო სლეიერი იყო პირველ დღეს მე ესროლა მაგრამ მაკო გაგახარებდა მოწამული იყავი პირველ დღეს ამიტომ არა უშავს ესეც ხდება ხოლმე ყავდა ევენკიპერი რომელიც კიდაღა მოუკალით მე ესროლა ესროლეს და ამიტომ მაგრამ გადმაჩევი დემონი
და რა თქმა უნდა თამაში მოიგეთ. კეთილი, მაგრამ ფორჩტერი ყავდა და წამალა იყო. არა, იასა, ღვინე იყო ბერზე, მერის გაფრეტის თელობის შეწერული იყო უეჭველი. აქედან მარტივად ჩანდა. მაგრამ ბუთალო მოგიყდა, გეგას ალბათ ღვინე დანომინებდა, ღვინოს ვალენდობოდით მე და მოყავთ უფრო ღვინეს. არა, უეჭველი მე გამარჯვება გეგა. ჩემი არის ვინც დანომინირებდა მერს, ალბათ იმისგან წავიდო და ისე. თუმცა შეიძლება პასუხი მაინც თულად იყო საქმე ამ თამაში მოროტებისთვის მანამდე მას შემდეგაც მოგდა პოიზონები. ან პოიზონები ლუკა ახალი მოკლა მაკომ დანომინირებით, მან შეიცვალა ყველაფერი თორე ავა. ვისაც უნდა იმას ამლავდნენ როგორც უნდა. ლუკა ახალი ისე კარგად თამაშობდა ლურჯად რა, ანუ მეთქი ახლა ეს თუ ლურჯია უეჭველი MVP ხდება მეთქი. მოდი სანამ ხალხი რა იქებს. სანამ ვაკუებდით იმას Fortune Tellers ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდათ. ციტლებს და მაგის ლაპარაკობდით კიდეც მაგაზე რითი შეგვიძლია დავაბალანსოთ ეგ ამბავი თქო, მაგრამ მე პოიზონერი როგორც კი მოშორდა საქმეს მოგაჩნდა ის ბალანსი რა. სანამ ბექახ შეგვიძლია ზოგადად თამაში როგორ მოეწვა საერთო ჯამში და ეს კონკრეტული მატჩიც მანამდე უცებ მეტყვით რომ გამოგვიწეროთ, შემოგვიერთეთ Discord-ში ითამაშოთ ჩვენთან ერთად ეს ყველა ხალხი მან გავიცანით საბოლოო ჯამში. აქვე ვიტყვი რომ MVP-ს აირჩევთ თქვენ და სამაგიდო თამაშების ტავერნასგან გადავცემთ 10-იანო ვიზიტს და არომასგან ჩვენ სტუმარს გადაეცემა ავტოპარფიუმი და ასევე გორგასალი BGR Games-ისგან მადლობის ნიშნად რომ დაგვირთვეთ რომ და ეხლა გისმენთ შეგვიფასე ზოგადად ეს თამაში და ასევე კონკრეტული პირველ რიგში ზოგადად არსებობს არასწორი აზრი გავრცელებული რომ რასაც როდის მოთამაშეები ყველა სხვა თამაშას კარგად თამაშობენ ნამდვილად არა ეგრე ყველა სხვა თამაშს თუდად თამაშობდა განსაკუთრებით მაფიის ღამეს და მსგავს თამაშებს და ერთი რაც იყო ჩემთვის სასიამოვნო რომ 12 ასეთი პროფესიონალის მაგარი მოთამაშის თამაშის ყურება ძალიან კარგი რამეა ზოგადად და თამაში რაც შეეხება მართლა ყველაზე საინტერესოა მსგავს თამაშებში რაც მინახავს და უცილებლად ვითამაშებ და როდესმე რა მოვახცევ თქვენს ლეველამდე შეიძლება 12-დან ერთ-ერთი ვიყო რომელიმე გადაცემაში ვეცდები ყოველ შემთხვევაში მაგრამ ვერაფერს ვერ შეკვირდებით. დღევანდელ თამაში რაც შეეხება ძალიან საინტერესო იყო თავიდანვე განხილვა და ისიც იყო რომ პირველი ორი არასწორი თავისიანი რო გაწირეს ლურჯებმა მეგონა რომ ძნელი იქნებოდა ამ თამაშიდან დაბრუნება მაგრამ რამდენიმე მოთამაშეს გამოყოფდი, რომელმაც სხვადასხვა ეტაპზე ძალიან კარგი როლი შეასრულა ლურჯი გუნდის თამაში. პირველ რიგში მაკოს თამაში უნდა გამოყო, მას შემდეგ რაც მოკვდა ძალიან ბევრჯერ სწორი მიმართულებით წაიყვანა მსჯელობა. ზოგადად ხო თურმე არ ვიცი რაში იყო საქმე, მკვდარი კიდევ უფრო კარგად თამაშობდა. ეგ აქსანიშნი ამბავი იყო. მე რაც შეეხება ბუთა არის მოთამაშე რომელიც რამდენიმეჯერ ძალიან მწარედ მოვატყუეთ. ხო და მაგის მიუხედავად რომ მე ამ ტყუილებიდან ერთი იმაში გაუმართლა რომ მეოთხე მასე უკვე ისეთ ინფორმაცია მივაწოდეთ რომ ან მართლა კიდევ ვატყუებდით და პოიზონერი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ან ყველაფერი აშკარა გახდებოდა მისთვის და კარგი იყო რომ ასევე ეს ინფორმაცია გამოიყენა სწორად თავისი გუნდის სასარგებლოდ, მაგრამ მეორეს მხრივ უნდა აღინიშნოს, რომ მე ვიყავდა ამ ქალაქს, რომელმაც გამარჯვებამდე მიიყვანა თავისი ქალაქი, განსაკუთრებით ბოლოში უკვე. და საბოლოო ჯამში დასკვნით ეტაპზე ალბათ გეგასკენ გადაიხარა უკვე ჩემი MVP-ს. ნუ რა თქმა უნდა გამარჯვებული გუნდი უნდა დაასახელო შენი პირადი MVP, რავი. NBA-ში ეგრე აკეთებენ უკვე 50 წელიწადზე მეტია და არ ვაპირებ სხვა მიდგომა მქონდეს და ამიტომ ბოლოში ალბათ მაინც ეგას გამოყოფდი უკვე. მაგრამ და მანამდე მეცვახსენე ორივე წვლილი შესაბამის ეტაპებზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კი, თუმცა წითლება ძალიან დაიწყცა, კარგად ღვინეს ემპათობა ძალიან არია რაღაცები, მაგრამ და ლუკა, რავი, ლუკა მე რო იქ დარიყავი, ალბათ ვერ მიხდებოდი რომ პროექტი იყო. ერთ კომენტარს გავაკეთებ და დაგტოვებთ მეგობრებო. ის მეოთხე ხმა რომლითაც გათანაბრდა და წავაგეთ ჩემი იყო. დავაჭირე და არ ჩამოიწია. მაკო მოასწრებდა მე მჯერა. ეკა კობი თუ ჯორდანი. რა თქმა უნდა ჯორდანი. ისე ზოგადად მე ნიკოლა იოკიჩის ფანი ვარ, არ ვიცი ჩათი ვარ. ნიკოლა იოკიჩი.
ო რაღაც ეტაპზე გავაანალიზე რომ შუქანის სერტიფიკაციის სტატუსი მქონდა, მაგრამ უკვე აღარაფერი აღარ ეშველებოდა მაგ ამბავს, მაგრამ ჩემი საყვარელი მოთამაშეა თანამედროვე NBA-ში, მაგრამ ჯორდანი ცალს რახат მაგორშობს. მიუხედავად იმისა, რომ თამაშის ყურების მერე გარდაცვლილი ადამიანების მიმართ კიდევ უფრო მეტი პატივისცემა გამიჩნდა, ვაში 100 ვერ შევიცვლი მაგის გამო. პირველი გარდაცვლილები თქვენ იყავით, მაგრამ კი, ჩვენ დავიწყეთ გადაცვლილები, მაგრამ შავთეთრი მაინც არ ვიყავით. მადლობა ძალიან დიდი ყველას მეგობრებო, დავასწრეს. ძალიან საინტერესო. მადლობა. თუმცა შეიძლება პოიზონერი და სპაი იყვნენ მინიონები და მაინც წააგონ კეთილება, ბოლოტება ბოდიში. თავიდან მეგონა რომ ძალიან ვაძლიერებდით წითელს, მაგრამ უბრალოდ ძალიან უფრო საინტერესო თამაში შევქმნით მაგით. კი, გაბოჯანში გამოვიდა. მადლობა დიდი. წარმატებები შევხვდებით ერთ კვირაში ან ორ კვირაში.